თქვენ შექმნილი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს საუკეთესო და ყველაზე მისაღები იდეოლოგია. პარლამენტს მიღმა დარჩენილი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი პრეზიდენტობისთვის იბრძვის და ამ მრჩეველს ახალ დაპირებებს აძლევს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა ქართული ეკონომიკის ამუშავების და ადამიანების დასაქმების. საარსებო მინიმუმი ქვეყანაში არ შეიძლება იყოს 145 ლარი. რა მიმართულებით აპირებს ქვეყნის წაყვანას გიორგი თარგამაძე? ტრადიციებით ევროპისკენ ეს არის ქართული ხალხის განვითარების გზა. ტრადიციების მიმდევარი პოლიტიკოსი არატრადიციული ოჯახის წინააღმდეგ. საქართველოში არ დაუშვათ ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება. როგორ გეგმავს თარგამაძე წინა ხელისუფლების შეცდომების გასწორებას? ჩავარდა 50 დღიანი პროგრამა, ჩავარდა იაპი დასხობის პროგრამა, ჩავარდა 100 საავადმყოფოს პროგრამა. ეგრე ადვილად გადასაყრელი საქმე არ არის გადააჭერა. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი მხარდამჭერებთან, გუნდისა და ოჯახის წევრებთან ერთად არჩევანის სტუდიაში. პირველ სტუმარს, პირველ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს მისი გუნდის წევრი, არამედ მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი, სამხედრო მფრინავი, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ბუჩუკური. მოგესალმებით, ბატონო ივანე. გამარჯობა, საგალოშებებისა, მოგესალმებით, პატრიოტულ სტუმრებო, პატრიოტულ საზოგადოება. მე ვარ ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ბუჩუკური, სამხედრო საფრთხე შემადგენლობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, კახეთში დაბადებული და გაზრდილი მთიელი კაცი. ჩემი წინაპრები ყოველთვის იცავდნენ ჩვენ სამშობლო საქართველოს და მე ვარ შტაბ-მომავალი სამას არაგველთა მედროშის და წინამძღოლისა ლომთათა ბუჩუკურისა. შესრულებული მაქვს მრავალი საბრძოლო გაფრენა საქართველოს მიწისყრის დაცვაში, აფხაზეთში და სამაჩაბლოს რეგიონში. სიკვდილისთვის არაერთხელ ჩამიხედია თვალებში და არასდროს არ შემირცხვენია ქართველი კაცის სახელი და აი ამ მუნდირის ღირსება. დღეს ბევრი ლაპარაკობს ეროვნულ ინტერესებზე. მათ შორის პროფესიონალებიც და დილეტანტებიც. ჩვენ სამხედროებმა კარგად ვიცით თუ რას ნიშნავს სამშობლოსათვის, სახელმწიფოსთვის და ეროვნულ ინტერესებისთვის თავგანწირვა. მე არაერთხელ მქონია რთული სიტუაციები, მაგრამ ეხლა გარკვეულწილად ვღელავ და მერვიულობ, რადგანაც პატივი მაქვს წარუადგინო საზოგადოებას, საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი პიროვნება, ქართული ეროვნული ტრადიციების და ეროვნულობის მხარდამჭერი და ფანატიკური პიროვნება. ჩვენ სამხედროებმა ვიცით თუ რას ნიშნავს მეთაური. რა თვისებები უნდა გააჩნდეს მას. იგი უნდა იყოს პატრიოტი, იგი უნდა იყოს პროფესიონალი და მას უნდა ქონდეს სათანადო თვისებები. ეს თვისებები არის გამბედაობა, სიმამაცე, გამოცდილება. სწორედ ამ თვისების საუკეთესო მატარებელი არის ის პიროვნება, რომელსაც მე თქვენ ახლა წარგიდგენთ. იგი ემსახურება საქართველოს როგორც რიგითი ჯარისკაცი და იგი იმსახურებს რომ იყოს საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი. მე წარმოგიდგენთ გიორგი თარგამაძეს, საქართველოს მოვალ პრეზიდენტს. გიორგი, მას შემდეგ რაც გავიდა 1 წელი შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებიდან, მას შემდეგ რაც ქრისტიან-დემოკრატები ვერ მოხვდნენ პარლამენტში, ქრისტიან-დემოკრატებმა დაკარგეს ფაქტობრივად წარმომადგენლობა, მაგალითად თბილისის საკრებულოში. როგორია ქრისტიან-დემოკრატების და კონკრეტულად გიორგი თარგამაძის ახალი სტრატეგია? ჩვენ ვართ აქტიურ პოლიტიკაში. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მივესალმები მთელ საქართველოს. მადლობას ვუხდი ბატონ ვანოს ასეთი ამაღელვებელი წარდგინებისთვის. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, გააზრება იმისა თუ რას ნიშნავს იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. მათ შორის უპირველეს ყოვლისა კონდეს გამბედაობა იქის რომ ამ ქვეყნის მთავარსარდლობა. და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და მე ვიტყოდი ყველაზე საპატიო სტატუსი, პასუხისმგებლობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლობა. სწორედ აქედან გამომდინარე, მე როგორც ადამიანი, რომელსაც არაერთი ბრძოლა გამომივლია,
პოლიტიკური ადამიანი, რომელიც თავისი ისტორიით ჩვენი ქვეყნის ბოლო 20 წლის ისტორიას განასახიერებს თავისი გამარჯვებებით, თავისი კრიზისებით, თავისი პრობლემებით, თავისი წარმატებებით, თავისთავად ცხადია უყურებ ჩვენი ქვეყნის მომავალ გრძელვადიან განგრძობად პერიოდში. და ვიცი, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორც არის საქართველო, თანამედროვე ახალგაზრდა დემოკრატიის ვითარებაში შენ გექნება როგორც წარმატება, ასევე დამარცხება. ასე რომ მე მიმაჩნია, რომ ეს ერთი წელი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისათვის, იმ ხალხისთვის, იმ ადამიანებისათვის, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რომლებმაც დავაარსეთ ეს პოლიტიკური პარტია და რომლების დღეს აქ უკლებლივ არიან წარმოდგენილნი, ჩვენ ვიცით რა პასუხისმგებლობა ავიღეთ საკუთარ თავზე და რა ბრძოლაში ჩავებით. რამდენად გამომდინარე ბრძოლის მოსაგებად? ჩვენ ყოველთვის ვართ მზად ბრძოლის მოსაგებად და ვიცით, რომ ეს არის ძალიან გრძელვადიანი ბრძოლა. ეს არ არის მოკლევადიანი გარბენა, ეს არის მარათონი პოლიტიკური, რომლისთვისაც მზად უნდა იყო, რომლისთვისაც უნდა გეყოს მოთმინებაც, შემართებაც, ენერგიაც, ჩვენ ეს შემართება და ენერგია რაც თავარია საკუთარ თავში და ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ რწმენა გვაქვს. მოდით ვისაუბროთ მოკლევადიან წარმატებაზე. თქვენ საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, მიიღეთ 2%-ზე ოდნავ მეტი. თუ გავიხსენებთ ძველ შედეგებს, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. როგორ მონაცემს რა შედეგს ელით ამ არჩევნებისგან? რამდენად გაქვთ თქვენ შანსი, რომ გახდეთ პრეზიდენტი? ვიდრე თქვენ მიპასუხებთ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ NDI-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, სადაც სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატების მონაცემებია გამოკითხულთა ვარაუდების მიხედვით მოცემული და აი აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტიან-დემოკრატები გიორგი თარგამაძე არის ქვემოდან მესამე ადგილზე 3% გიჭერთ თქვენ მხარს. ეთანხმებით ამ შედეგებს? წინა არჩევნების შედეგების მიხედვითაც კი ჩვენ ვიყავით შედეგებით მესამე პოლიტიკური პარტია ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად მოხდა პოლარიზაცია მთლიანად ჩვენი საზოგადოების. ამდენად შედეგი, რომელიც დაიდო წინა არჩევნებზე, ან გარკვეულწილად ის ტენდენცია, რომელსაც დღესაც აქვს ადგილი ინერციით წინა არჩევნებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჯდება პოლიტიკური მოვლენების განვითარების ლოგიკაში. და ეს დამთავრდება ამ არჩევნებში, მათ შორის ჩვენი შედეგის ჩვენებით, მათ შორის იმით, რომ რეალურად ახლა იწყება ნამდვილი პოლიტიკა საქართველოში. დღეს საქართველოში არის 1 ოქტომბერი, ერთი წელი გავიდა წინა არჩევნებიდან. მე ერთმნიშვნელოვნად დადებით მოვლენად შემიძლია შევაფასო 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, როგორც პირველი პრეცედენტი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, როდესაც მშვიდობიანი არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების გადაბარება, როგორც პრეცედენტი იმისა, რომ ავტორიტარული სისტემის მშენებლობის გზაზე საქართველოს მოსახლეობამ წერტილი დასვა და თქვა, რომ მას უნდა იცხოვროს დემოკრატიასა და თავისუფალ საზოგადოებაში. თუმცა ამ 1 ოქტომბრის შემდეგ უკვე დაგროვდა ძალიან ბევრი თემაზე, რომელზეც აქტიური საუბარი არათუ ღირს, არამედ ვალდებულებიც კი ვართ ქართულ საზოგადოებაში, არათუ თაფლობის თაფლობის წელმაც გაიარა ახალ ხელისუფლებასთან და ჩვენ მზად ვართ ჩავებად აქტიურ დისკუსიაში, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და აქვს ჩვენს ხალხს. ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. მე ვხედავ, რომ ქრისტიან-დემოკრატები მოვიდნენ სტუდიაში ძალიან მომზადებულები, აღჭურვილები, როგორც ეს ხდება წინა საარჩევნო შეხვედრებზე, დროშებით, ბანერებით, მაგრამ აქ ვერ ვხედავ ბანერს არაერთსქესიან ქორწინებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თემაა თქვენი წინა საარჩევნო კამპანიის. რატომ აირჩიეთ ეს თემა და რატომ არის თქვენთვის ის ასეთი მნიშვნელოვანი? თქვენ თვლით, რომ ქართული მოსახლეობისთვის ის ასეთი მნიშვნელოვანია? ჩვენ მრავალი მიმართულებით გვიწევს ფრონტზე ბრძოლა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენთვის მე ვფიქრობ, რომ აქტუალური არის და ასევე საზოგადოებისთვის, დიახაც გახლავთ ტრადიციული ოჯახური ინსტიტუტის მხარდაჭერა. დღეს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ნორმით ოჯახის განსაზღვრება მხოლოდ თანასწორუფლებიანობის პრინციპით არის წარმოდგენილი და მასში არ არის დაზუსტებული ვისგან შედგება, რომელი მხარეებისაგან შედგება ეს ოჯახი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სრულიად შესაძლებელი არის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს ეს ნორმა, რომელიც სამოქალაქო კოდექსში არის დაფიქსირებული ქალისა და მამაკაცის კორწინების ვალდებულებით და როგორც ანტიკონსტიტუციური ნორმა უბრალოდ გაუქმდეს. მე შესაბამისი კვლევებიც მაქვს წაკითხული და ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით ამზადებენ შესაბამის საჩივარს საკონსტიტუციო სასამართლოში. იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ყოველთვის არ მოგვიწიოს უკვე გადაბრუნებული ურმის შემდეგ. არიან ეს ადამიანები არ მალავენ თავიანთ არსებობას,
აქტიურობენ სოციალურ ქსელებშიც, აქტიურობენ მედიაშიც და მე მესმის ამ ადამიანებს. რაც შეეხება მთავარ თემას ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, ამ თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ჩვენი, რომ ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და საქართველოს კონსტიტუციით დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობის, სარწმუნოების თუ სექსუალური ორიენტაციის. პირიქით მე მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ უფრო მკაფიოდ და მკაცრად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია. სახელმწიფოს საქმე არ არის ჩაერიოს ადამიანების ინტიმურ ცხოვრებაში, სახელმწიფოს საქმე არ არის იმჟელოს ამა თუ იმ ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას. მაგრამ იმ ნაწილში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სამოქალაქო ურთიერთობების ნაწილში და როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახის განსაზღვრების კუთხით არსებულ საფრთხეებზე, აქ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფის პირობებში შეიძლება ქვეყანაში მართლაც დადგეს ეს საკითხი და ამის შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯი იქნება ერთსქესიანთა წყვილებისათვის ბავშვების შვილად აყვანის უფლების მინიჭებაც. რისი კატეგორიული წინააღმდეგებიც ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, მათ შორის ამ საკონსტიტუციო შესწორების შეტანის მეშვეობით, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ ტრადიციული ოჯახური ინსტიტუტები და ამავე დროს არ შევქმნათ არანაირი პრობლემა ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია. ესეთი ადამიანები ყველა საზოგადოებაში ჩვენი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის იყვნენ, დაახლოებით 3% წარმოადგენენ საზოგადოებების და მომავალშიც იქნებიან და არავის აქვს უფლება ამ ადამიანების მიმართ მოიყენოს ძალა, მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს ეს თუ არ მოსწონს. თუმცა ბატონ გიორგი, შთაბეჭდილება დარჩა ისეთი, რომ თქვენს კამპანიაში ეს თემატიკა გაჩნდა სწორედ 17 მაისის მოვლენების შემდეგ, როდესაც თითქოს გამოჩნდა, რომ ჰომოფობიურმა თემატიკამ ამდენი ხალხი მასობრივად გამოიყვანა ქუჩაში და თითქოს ამ თემით მანიპულირება მოსახლეობის ძალიან ადვილი გახდა. დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენ თითქოს გამზადებული, უკვე აგორებული ტალღა გამოიყენეთ თქვენი წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება თავისთავად პრობლემაა, მაგრამ რამდენად აქტუალურია ის საქართველოში. იმ დროს, როდესაც ხალხი შიმშილით იხოცება და ასე შემდეგ. მართლა რეალური პრობლემა შეგვიძლია ჩამოვყოთ. ამიტომაც თქვი, რომ ჩვენ მრავალი ფრონტის მიმართულებით გვიწყებს ბრძოლა და ეს არის ჩვენი ერთადერთი და წამყვანი თემა. რაც შეეხება შიმშილს, უმუშევრობას, სიღარიბეს, არსებულ მინიმუმს და ამ პრობლემებს, მე მგონი ქართულ პოლიტიკაში არ არის სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც ასე აქტიურად საუბრობდა და საუბრობს ამ თემებზე. ამიტომ მოდი ნუ ვეცდებით მხოლოდ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი თემა და მე მიმაჩნია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს როგორც სახელმწიფოს თავისი პოზიცია უნდა გააჩნდეს. რაც შეეხება აქტუალიზაციას ამ თემისას, რამოდენიმე წლის წინ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ყველაზე კათოლიკურ სახელმწიფოებშიც კი ვერ წარმოედგინათ, რომ ეს პრობლემა, ეს თემა ზოგადად საკანონმდებლო დონეზე იქნებოდა დაკანონებული. აქაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამაზე მსჯელობა საერთოდ არ ღირს, ამაზე ნუხარჯავ დროს და ასე შემდეგ. სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე და ზუსტად იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებული ტენდენცია მიმბაძველობისა თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით საქართველოშიც რეალობად არ იქცევს, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რითაც კონსტიტუციურად უზრუნველყოთ ტრადიციული ოჯახური ინსტიტუტის შენარჩუნებას. რაც შეეხება ტალღას, მე მინდა უბრალოდ თქვენ შეგახსენოთ, შეიძლება უბრალოდ ზოგადად დამკვირვებელ ადამიანს ეს არ ახსოვდეს, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილება აი ამ თემასთან დაკავშირებით ახლად არ წამოგვიწევია. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიყავით პარლამენტში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვიყავით პარლამენტში, აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება ჩვენ შევიტანეთ განსახილველად, უბრალოდ მაშინ პარლამენტის უმრავლესობამ ეს საკითხი არ განიხილა. ასე რომ ეს არ არის დღეს აი ამ ტალღაზე ჩვენს მიერ შემოგდებული თემა, არა პირიქით, უბრალოდ ის რეაქციები, ის ემოციები, რომლებიც გადმოიფრქვა საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ჩვენს მიერ სურვილი პრევენციისა მთელი რიგი მოვლენების ყოფილა ადეკვატური და არათუ აქტუალური არ არის, არამედ დროულად არის ეს ნაბიჯები გადასადგმელი იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიხილოთ ახალი ძალმომრეობა თბილისის ქუჩებში. გადავიდეთ სხვა თემებზე. მე უნდა აღნიშნო, რა თქმა უნდა, სამართლიანობის გულისთვის, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია არის ერთ-ერთი პარტია, რომელსაც ძალიან დეტალურად აქვს პროგრამაში გაწერილი სხვადასხვა თემატიკა. მე დღეს უნდა ვთქვა, რომ მყავს ფაქტობრივად თანაწამყვანები, რომლებიც ინტერესდებიან იმ თემებით და იმ საკითხებით, რომელიც აქტუალურია ქრისტიან-დემოკრატებისთვის და მოდით მოვუსმინოთ ერთ-ერთ თქვენს პოტენციურ ამორჩეველს, რომელსაც შეკითხვა აქვს თქვენთან. ზუგდიდიდან დაგისვამენ თქვენ შეკითხვას. ნახოთ. პრობლემები ბევრი არის, მაგრამ ყველაზე მძაფრი პრობლემა, ყველაზე მწვავე პრობლემა რაც არის,
განსაკუთრებით სამეგრელოში ეს არის დასაქმების პრობლემა. მინდა ვკითხო თამაძეს პარტიას ქრისტიან დემოკრატებს ბევრს დარბიან, ბევრს რა ქვია, ბევრ პრობლემებს ოპატინებიან და აი ზუგდიდში სამეგრელოში როგორ შეიძლება გადაწყდეს, რა გეგმები აქვს კონკრეტულად, აქვს რამე გეგმები დასაქმების თაობაზე, აი მაინტერესებს აი ასეთი საკითხი. ბევრს დარბიხართ, ბევრ პრობლემას ეპოტინებით, მაგრამ გაქვთ თუ არა გეგმა ამ თვალსაზრისით. კარგია რომ ამ ბატონო შეამჩნია ზუგდიდში ნამდვილად ძალიან მაღალი არის უმუშევრობის მაჩვენებელი, ეს მთელი საქართველოსთვის მტკივნეული პრობლემაა და მისი მოგვარება ცალკე მხოლოდ რომელიმე რეგიონში რა თქმა უნდა შეუძლებელია. თუმცა ხაზგასმით უნდა აღენიშნოს, რომ ზუგდიდში ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარება არის. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ადამიანების მასობრივ დასაქმებაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს საქართველოში ამ 1 წლის მანძილზე დიდად არაფერი შეცვლილა მოსახლეობის დასაქმების პოლიტიკის კუთხით. მე მინდა გავიხსენოთ თუნდაც გუშინდელი განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, რომელიც ჩვენ გვესაუბრებოდა 7 მილიარდიან ახალ ფონდზე და ჩვენ მოვისმინეთ თუ რა არის პრიორიტეტები ამ ფონდის. კვლავ საუბრობთ დიდი მსხვილი, ასე ვთქვათ, მეგალომანიურ პროექტებზე, სადაც ადამიანების დასაქმების შესაძლებლობები სამწუხაროდ შედარებით მცირე არის. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ჩვენი ბიუჯეტის 90%-ს დღეს ავსებს და წლების განმავლობაში ასე ჩამოყალიბდა 70 მსხვილი ბიზნეს კომპანია. არადა მაგალითად გერმანიაში Mercedes-Benz-ის და Siemens-ის ინდუსტრიულ ქვეყანაში, ასე ვთქვათ. აი ამ ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობის 80% მოდის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე. ამიტომ გასაღები საქართველოში ზოგადად ადამიანების დასაქმების, საწარმოების გახსნის და განვითარების ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. აი ამ თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ სურათს, როდესაც პრემიერ-მინისტრი დღეს გვესაუბრება და მთავრობა იმაზე, რომ დიდ პორტს, ანუ ანაკლიას დააფინანსებს, ეს ძველი პროექტი არის. კვლავ ვსაუბრობთ იმ სუბიექტებზე, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში ადრეც მონაწილეობდნენ, ეს არის ძირითადად არაბული და ყაზახური კომპანიები. ჩვენ ვხედავთ ვერანაირ სიახლეს ამ მიმართულებით, ვსაუბრობთ იმაზე, რომ $1 მილიარდ ბატონ ივანიშვილი ჩადებს თუნდაც აი ამ პორტის მშენებლობაში, ანუ საკუთარივე ბიზნესის განვითარებაში. არადა ჩვენ ქვეყანას სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. არათავად ივანიშვილის ბიზნესის განვითარება, ან მსხვილი არაბული და ყაზახური ბიზნეს ინტერესების წარმოქმნა საქართველოში. არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რომელიც მიიღწევა მათ შორის ადამიანების დასაქმების სოფლად. ამ მიმართულებით საქართველოში თითქოს რაღაც ნაბიჯი გადაიდგა 300 მილიონი იქნა დახარჯული მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც იმდენად არასწორად იყო მიმართული, რომ სამწუხაროდ ეს გრძელვადიან შედეგს ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს. ამიტომ აუცილებელი არის, როგორც მოქმედმა მთავრობამ, ასევე შემდგომში როგორც პრეზიდენტი მევეცდები, რომ ამ მიმართულებით აქტიური რჩევებით უზრუნველყოთ მთავრობა, რომ საქართველოში განვითარდეს აგრარული კოოპერატივები ადგილებზე, იმისთვის, რომ მცირემიწიანი გლეხები გადაიქცნენ ფერმერებად, რომ მქონდეს აგრარული კოოპერატივები. მხოლოდ ზოგადი კანონის მიღება, როგორ უნდა მოხდეს ამის ორგანიზება, საკმარისი არ არის. მთელი საფინანსო სისტემის ორგანიზება არის საჭირო ამისთვის. ამიტომ ეს ფული უბრალოდ ვაუჩერებში კი არ უნდა მიდიოდეს. ამ ფულის მეშვეობით ქვეყანაში უნდა წარმოიქმნას ახალი სახელმწიფო ბანკი, აგრობრანკის სახით, ან თუ გნებავთ, საადგილმამულო ბანკი დავარქვათ მას, რომელიც ამ 300 მილიონის საწესდებო კაპიტალით მოიზიდავს 10-ჯერ უფრო დიდ საფინანსო რესურსს მსოფლიოს საერთაშორისო ფონდებიდან, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და საქართველოში აგრარული კოოპერატივების განვითარებას და ამ გზით წელიწადში 50,000 ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს. ეს არის ერთი და მნიშვნელოვანი მიმართულება. მეორე, ეს არის პატარა ქალაქებში, მუნიციპალურ ცენტრებში, საქართველოს დედაქალაქში და სხვა ქალაქებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. არის რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი გადასადგმელი. პირველი, რაც შეეხება მცირე ბიზნესს, 2 წლის განმავლობაში საერთოდ უნდა გათავისუფლდეს გადასახადისაგან, თუმცა მხოლოდ გადასახადიდან გათავისუფლება მას ვერ დაეხმარება ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში. აუცილებელი არის სპეციალური ფონდების შექმნა საიმისოთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი წახალისდეს, განავითაროს თავისი ბიზნესი, გააფართოვოს წარმოება და ასაქმოს რაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანი. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველოში უკვე იქნება შესაძლებელი საუბარი კონკურენტუნარიან გარემოზე, ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, ადამიანების დასაქმებაზე, სოფლად თუ ქალაქად, მათ შორის ზუგდიდში. დიდი მადლობა. კონკრეტული დეტალური გეგმა გიორგი თარგამაძისგან. ბატონ გიორგი, თქვენ საუბრობთ ახლა ბიძინა ივანიშვილზე. რამდენად მზად ხართ თქვენ ითანამშრომლოთ ქართულ ოცნებასთან?
თქვენ გდებდნენ ბრალს იმაში, გადანაშაულებდნენ იმაში, რომ თქვენ თანამშრომლობდით, თუმცა ფარულად ნაციონალურ მოძრაობასთან. ბიძინა ივანიშვილმა ვიცით, რომ სწორედ ამის გამო თქვენთან არ მოინდომა თანამშრომლობა. რამდენად მზად იყავით თქვენ მაშინ და რამდენად მზად ხართ ახლა, ვთქვათ, პრეზიდენტი გახდით, ითანამშრომლოთ ქართულ ოცნებასთან. მაგსიტყვის ავტორი მაშინ თანამშრომლობდა მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან, როდესაც საჭირო იყო საქართველოში გაჩენილიყო ბალანსი. ნებისმიერი ხელისუფლების პრობლემა ამ ქვეყანაში არის არა მათი ლიდერები, არამედ გაუწონასწორებელი, დაუბალანსებელი პოლიტიკური სივრცე, რომელიც იქმნება რევოლუციურ ნიადაგზე. აი, სწორედ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ 2006 წელს, როდესაც მან ბიზნეს ცენტრში, უпроსორეთ ბიზნეს ფედერაციის შეკრებაზე პატრი პატრკაჩვილმა გააკეთა განცხადება და მოუწოდა საქართველოს მსხვილ ბიზნესმენებს, რომ მას ამოდგმოდნენ გვერდში და მიეთითებინათ მაშინ უკვე თავგასული ხელისუფლებისათვის და ეს ხდებოდა სწორედ იმის შემდეგ, როდესაც მე და ჩემო მეგობრებმა აი აქ მსხდომმა ადამიანებმა მაშინდელ საქართველოში ძალიან რთული და ტრაგიკული მოვლენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა გამოვიძიეთ და გამოვაქვეყნეთ ტელეიმედის მეშვეობით და ეს იყო თანამშრომლობა ხელისუფლებასთან თუ ეს იყო ნიღაბის ჩამოხთა მართლაც იმ ავტორიტარული სისტემისათვის რომელსაც განასახიერებდა მიხეილ სააკაშვილი მთელი თავისი გუნდით მერაბიშვილით ივანიშვილისათვის საამაყო ადეიშვილით და სხვებით ეს ადამიანი აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას, ეხმარებოდა და რჩევებს აძლევდა ზუსტად იმ სისტემის მშენებლობაში, რომლის შეცვლაც ახლაც არ უნდა. ეს არის ის სისტემა, რომელმაც აიწელს მხოლოდ პოლიციის მეშვეობით ჩვენს მოსახლეობას პირველი 6 თვის განმავლობაში 38 მილიონი ლარი ჯიბეებიდან ამოუღო და ჯარიმების სახით გამოართვა. ეს სისტემა არ შეცვლილა. ივანიშვილი დღეს ძალიან მოხერხებულად და კომფორტულად იყენებს იმ სისტემას, რომელიც სააკაშვილის მეშვეობით წლების განმავლობაში ფორმირდებოდა. ამიტომ, როცა თქვენ მეკითხებით, მოვახერხებ თუ არა მე თანამშრომლობას ქართულ ოცნებასთან და მის უმრავლესობასთან პარლამენტში, მათ მთავრობასთან, პირველ რიგში გეტყვით ერთ რამეს. მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთი მთავარი ჩემი პოლიტიკური ამოცანა იქნება საქართველოში იმ მახინჯი კოჰაბიტაციის დასრულება, რომელსაც აქვს ადგილი და ეს არ მოხერხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ქვეყანას აღარ ეყოლება ნაცმოძრაობის წარმომადგენელი პრეზიდენტად. არა, თუ კი საქართველოს პარლამენტში არ იხდება 40%-ით ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე ქართველი პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის განვითარების ხელშეწყობისათვის ყველანაირად ხელი შეუწყოს ადამიანები რიგარეშე საგანგებო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. სასურველია რომ ეს მოხდეს. სასურველია რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ ახალი ხარჯები ბიუჯეტიდან, ნაკლებად დავძაბოთ ჩვენი მოსახლეობა, დავძაბოთ ჩვენი ეკონომიკა. სწორედ ამიტომ ჩემი წინადადება და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს მომავალ წელს, გაზაფხულის ბოლოს, მაშინ როდესაც ისედაც უკვე დანიშნული და გათვალისწინებული არის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში და ჩვენ ფაქტობრივად ერთ საარჩევნო კალენდარში, ერთ მოვლენაში მოვახერხებთ იმას, რომ გავთავისუფლდებით მართლაც ამ მახინჯი კოჰაბიტაციისაგან და ქვეყანა ჩადგება ნორმალური პოლიტიკური განვითარების ფაზაში. დღეს არის 1 ოქტომბერი. რა შეიცვალა, როცა ვსვავთ კითხვას? პირველ რიგში ეს კითხვა უნდა დავსვათ მათ შორის პოლიტიკური სისტემის კუთხით. რა შეიცვალა? აღარ არის სააკაშვილის ვერტიკალი, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ივანიშვილის ვერტიკალი. კვლავ ერთ პოლიტიკურ ძალაზე, კვლავ ერთ ადამიანზე დგას მთელი პოლიტიკური სტაბილურობა, ამ პირიქით არასტაბილურობის საფრთხე. სწორედ აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გსურს თვისობრივად შევცვალოთ პოლიტიკური სისტემა საქართველოში. თვისობრივად გავაუმჯობესოთ პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი დემოკრატიული განვითარებისა, ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ კონკურენციას, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთაც მართლაც აქვთ რაღაც სათქმელი, რომლებიც გამოხატავენ თავიანთი ხალხის, თავისი ქვეყნის სატყივარს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ეს არის გარდაუვალი ამოცანა ქართული სახელმწიფოსი და სასურველია, რომ ეს შესრულდეს მომავალ წელს. მე კიდევ ერთხელ ვკითხავთ და გადავალ უკვე სხვა თემებზე. ბიძინა ივანიშვილს მაშინ 1 წლის წინ, რომ 2 წლის წინ უბრალოდ რომ შემოეთავაზებინა ქრისტიან-დემოკრატებისთვის თანამშრომლობა, თქვენ გაერთიანდებოდით კოალიციაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამოცანას წარმოადგენდა ავტორიტარული სისტემის დამარცხება და ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევანი. მე აბსოლუტურად გულწრფელ და ღიად გეუბნებით, რომ იმ პოლიტიკურ ძალასთან, მიუხედავად ჩემი სიმპათია ანტიპათიისა, რომელსაც ექნებოდა ამის შანსი და შესაძლებლობა, მე აუცილებლად ვიდგებოდი. და პრინციპში ჩვენი არჩევნებში მონაწილეობით და ჩვენი აქტიურობით და ჩვენი ბრძოლით
ეს გავაკეთეთ კიდეც, ამას ვაკეთებდით კიდეც. ფაქტობრივად კაცმა რო თქვას 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში გაიმარჯვა სწორედ ქრისტიან-დემოკრატების მიერ არჩეულმა მშვიდობიანმა საარჩევნო გზამ. აბა გავიხსენოთ წლების განმავლობაში. არა თვითონ ქრისტიან-დემოკრატებმა. თუმცა არა ქრისტიან-დემოკრატებმა. რატომ? იმიტომ რომ გზა თავისთავად თქვენ მოსახლეობამ მოსახლეობამ როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოგცათ ხმა? იმიტომ რომ მოხდა სრული პოლარიზება და ამ ადამიანებისათვის, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერებისთვისაც, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო, რომ გარანტირებულად დამარცხებულიყო მიხეილ სააკაშვილი. ეხლა ვინ არის თქვენი ამომრჩეველი? რა სეგმენტზე მუშაობთ თქვენ? ვინ მოგცემთ თქვენ ხმას ახლა როგორ ფიქრობთ? ჩვენი ამომრჩეველი არის მთელი საქართველო. ჩვენი ამომრჩეველი არის ყველა თაობის წარმომადგენელი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არის თავისი ქვეყანა, რომლის მთავარ ღირებულებასაც წარმოადგენს ოჯახი, რომელსაც გააჩნია ღირსება, რომელსაც შეუძლია მტერი დაარქვას გულადად და ვაჟკაცურად და მოყვარეს ისე მოეპყროს, როგორც ამას იმსახურებს ქართველი კაცის კულტურა და ისტორია. ჩემი ამომრჩეველი არის ყველა არაქართველი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და რომლისთვისაც ღირებული და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ტრადიციული პრინციპები, ფასეულობები და აქაც არიან წარმოდგენილნი ჩვენი მეგობრები, მათ შორის მაჰმადიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, მათ შორის ქისტები და სხვები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს პროგრამას და მიაჩნიათ, რომ ერთიანი საქართველო სწორედ ასეთი უნდა იყოს, მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური, ისეთი როგორც იყო საქართველო. შესაბამისად პატივისცემა, ჩვენი ტრადიციების პატივისცემა, ჩვენი მომავლის პროგრესზე ორიენტირებულობის, ეს არის ის ხალხი, რომელიც ოცნებებში არ დაფრინავს, რომლისთვისაც რაციონალიზმი არის მნიშვნელოვანი ფასეულობა. რომელიც აფასებს იმას, რაც რეალურად ხდება და რაც შეუძლია თვითონ გააკეთოს, რა პასუხისმგებლობას თავად შეუძლია აიღოს თავისი ოჯახის და თავისი ქვეყნის წინაშე. მარტივად რო გითხრათ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ თავიანთ ტრადიციებს და თავი მიაჩნიათ ევროპელებად, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს სჭირდება ტრანსფორმაცია, განვითარება, თუ გნებავთ მოდერნიზაცია, მაგრამ არა იმ სახით მოდერნიზაცია, როგორც ეს ხდებოდა 9 წლის განმავლობაში დემოკრატიის გარეშე. ეს არის მოდერნიზაცია, ქვეყნის განვითარების გეგმა. ეს არის ის ეროვნული ერთადერთი პოზიტიური იდეა, მათ შორის ამ არჩევნებში, რომელიც ქართულ ხალხს მიეწოდება სწორედ ჩემგან და ქრისტიან-დემოკრატებისაგან, ტრადიციებით ევროპისკენ. ეს არის ფაქტობრივად ფორმულა ჩვენი ქვეყნის განვითარების. ამ ადამიანებიდან ერთ-ერთი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, ჩვენთან სტუდიაშია და თქვენთან შეკითხვა აქვს. გისმენთ. გამარჯობათ, მე ვანა ტობადაშვილი, გორის რაიონის სოფელი ქორდიდან, რომელიც საზღვრის პირას მდებარეობს და ანუ მართულ ხლართებთან არის დაკავშირებული ეს ჩვენი სოფელი და ჩვენი ნაკვეთებიც არის მოყოლილი. მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ მოუქცევია ჩვენთვის ყურადღება და თქვენ ბატონო გიორგი რას მიტყოდით ამ კითხვასთან დაკავშირებით? მადლობა. საგარეო ურთიერთობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხდება პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით. თქვენ რომ ახლა პრეზიდენტი იყოთ და ეს პრობლემა იდგას თქვენს წინაშე, რას იზამთით? როგორ შეეცდებოდით მის მოგვარებას? დავაკვირდით რა ხდება, როცა ჩვენ საუბრობთ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე და სად გვაქვს პროგრესი და სად გვაქვს რეგრესი. აი ამ მიმართულებით აშკარად სახეზე არის ვიზუალურადაც კი არსებული პრობლემები ჩვენს ქვეყანაში. მე როდესაც ვაკვირდები და თავად მონაწილეობ და ჩავდივარ და ხვდები ამ ადამიანებს იქნება ეს დიჩი თუ დვანში, რა თქმა უნდა, მაქვს სრული შეგრძნება იმისა, რომ არც აფხაზეთში გვედავებოდნენ რუსები სოხუმს, ისინი გვედავებოდნენ მთელ საქართველოს, არც დვანში გვედავებიან დვანს ან დიცში დიცში. ისინი გვედავებიან ქართულ სახელმწიფოს, შესაბამისად ქართულ სახელმწიფოებრიობას. ასე რომ ორი მიმართულებით ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ ტენდენციას. პირველი, როდესაც ამ მავთულხლართების მეშვეობით ახალი ტერიტორიების შემორაგვა მიმდინარეობს და შემოსაზღვრა, სრულიად ნათელი არის როგორი არის გეოგრაფიული ფოკუსი რუსეთის სამხედრო ძალებისა. აქტიური სამხედრო ფაზის დროსაც კი რუსებმა ვერ მოახერხეს ის, რომ მათ ეს საზღვარი გაეტარებინათ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური სტატუსისთვის და ფუნქციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის შესაზღუდად, როგორიც არის ბაქო-ჯეიჰანი და როგორიც არის საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. სამწუხაროდ ჩვენ აი ამ ცოცავი აგრესიის თავარ საბოლოო გაჩერებად, ასე ვთქვათ, ვხედავთ სწორედ აი ამ სტრატეგიულ გასადენს, მაშინ როდესაც არა მხოლოდ ეს გასადენი შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ დღეისათვის უკვე ასევე ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული რესურსისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ქართლი 2 მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის სისტემა ასევე უკვე მოქცეული არის რუსების მიერ კონტროლირებად ზოლციქით. და მეორე, წმინდა ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც უკავშირდება სწორედ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. აბა დააკვირდით, რა უცნაურია, როდესაც ჩვენ
ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, როდესაც რუსებმა აცალეს ქართველ გლეხებს იმ სამ ქართულ ოჯახს საკუთარი ხელით დაეშალათ სახლები. ანუ რა ხდება ამით? ამით ხდება ის, რომ ყოველდღე საქართველოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებები იწყება ამ ახალი ამბით და იწყება სურათით. ქართველი გლეხი, მებრძოლი, გულადი, შეუპოვარი, ვაშკაცი, რომელსაც არასოდეს ისტორიულად არაფერი არ დაუთმია, იმის გამო, რომ თავის სახელმწიფოსგან ხედავს სისუსტეს, უსუსურობას, იძულებული არის აგურ-აგურ თავისი ხელით დაშალოს თავისი სახლი. როგორ იქნებოდა არასუსტი, არაუსუსური გიორგი თარგამაძე პრეზიდენტის როლში ამ შემთხვევაში? აგურ-აგურ აცლის ქართულ სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში განცდას ჩვენი ხალხისას იმისას, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საზღვრები, რომ ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სახლი, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი საზღვარი და შეგვიძლია დავიცვათ საქართველოს მომავალი. ეს არის შეტევა ქართულ სახელმწიფოებში. გასაგებია, როგორ იქნებოდა? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არაუსუსური თამამი გიორგი თარგამაძის ნაბიჯი ამ შემთხვევაში. იმას რის თაობაზეც ბევრი საუბარია, რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან აქტიური პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე. იმიტომ რომ ხელისუფლება ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არ უნდა წამოეგოს საქართველო. ხო, ასე არ წამოგებით, მართლაც იმ გლეხისა არ იყოს, ახალციხის ქვევით ჩავლენ მაშინ და ასე პროვოკაციაზე არ წამოგებით, დავკარგავთ საქართველოს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილისავით ჩვენ თვითონ მოვაწყოთ პროვოკაციები. ამაზე არ არის საუბარი. ჩვენ ეს გამოვიარეთ, დავზარავდით, დავზიანდით ძალიან და სამწუხაროდ ეს აღარ უნდა განმეორდეს. ის აღარ უნდა განმეორდეს. თვლით რომ 2008 წელს სააკაშვილმა თვითონ მოაწყო პროვოკაცია. მე ვთვლი რომ მთელი ის პოლიტიკა, ის აქტიურობა, ის კლოუნადა, რომელსაც სააკაშვილი აწყობდა წლების განმავლობაში ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში წარმოადგენდა კარგ საბაბს, საფუძველს და ნიადაგს იმისთვის, რომ რუსეთის სახელმწიფოს თავის იმპერიალისტური გეგმები საქართველოსთან მიმართებაში განეხორციელებინა. სამწუხაროდ ეს არის ფაქტი. სამწუხაროდ ისიც ფაქტია, რომ დღეს ქართულ საზოგადოებაში თუნდაც დაშვებულია უკვე ლეგალურად საუბარი ევრაზიულ კავშირის საქართველოს გაწევრიანებაზე. აი მარცხმამ და იმ უზარმაზარმა ზიანმა, რომელიც მიადგა ქართულ სახელმწიფოებრიობას, საქართველოს საზოგადოების თუნდაც მცირე, მაგრამ ნაწილში კვლავ გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ აჯობებდა საქართველოს უარი ეთქვა თავის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, სუვერენიტეტზე, ევროპულ არჩევანზე და კვლავ გაეხადა რუსეთისათვის. მე მინდა ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ თქვა ერთმნიშვნელოვან და ხაზგასმით. ბატონებო, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ რუსეთი დღეს თავად იბრძვის გადარჩენისთვის და მისი გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის იმპერიის აღდგენა. ამ იმპერიის აღდგენის გეგმებში დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო არ არსებობს. რუსეთმა ჩვენთან ურთიერთობაში, ისევე როგორც მათთან ურთიერთობაში, გარკვეული გამოცდილება შევიძინეთ. ისევე როგორც ჩვენ ვიცით, რა აღარ უნდა დავუშვათ რუსეთთან ურთიერთობაში, რუსეთშიც ფიქრობენ, რომ ის რომ მათ იმპერია დაეშალათ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, მათ შორის ის რომ მათ მიცეს საბჭოთა კავშირში შემავალ ხალხებს, ერებს, ნაციება ჩამოყალიბების და მათი კულტურული იდენტობის გამოხატვის საშუალება. რუსები ამას აღარასოდეს აღარ დაუშვებენ. შესაბამისად, რუსეთის ამოცანას წარმოადგენს საქართველო თუ კი მოაქცევს საკუთარი გავლენის ქვეშ და მოწყვიტას ევროპას და დასავლელ მოკავშირეებს გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად დაშალოს, დააკუცმაცოს და საქართველო როგორც სახელმწიფო აღარ არსებობს. და ჩვენ არ ვთქვავარი, როგორი უნდა იყოს კონკრეტული პასუხი თქვენი აზრით საქართველოს. აი როგორც მინიმუმ, როცა ჩვენ დიდზე ვლაპარაკობთ, არც ერთ სახელმწიფო ჩინოვნიკს, ქვეყნის ხელისუფალს აზრად არ მოსვლია, რომ მისულიყო აი იმ სამ ოჯახთან და ეთქვა, რომ თქვენი ნივთები გამოიტანეთ, მაგრამ მოდით სახლს ნუ დაშლით აგურ-აგურ. ჩვენ მოგცემთ სრულ კომპენსაციას, მოგცემთ მიწას, აგინაზღაურებთ მთელს დანარკარს, მაგრამ ეს სახლები იდგას როგორც ცოცხალი ძეგლი მოწმობა იმ რწმენისა, რომ არათუ მხოლოდ თქვენ, არამედ საქართველო დაბრუნდება თავის ჭერქვეშ. ამ სახლების დაშლა იყო უდიდესი ფსიქოლოგიური შეცდომა. ამ სახლების დაშლა ეს იყო სიმბოლო
აგურ-აგურ ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერების დაშლის. ამის დაშვება არაფრით არ შეიძლებოდა. ამ ადამიანებს ყველანი გვერდში უნდა დავდგომოდით და უპირველეს ყოვლისა სწორედ ისინი, რომლებიც ვალდებულნი არიან, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალნი, სირაქლემას მდგომარეობაში კი არ იყვნენ, არამედ იღებდნენ გადაწყვეტილებებს და იცავდნენ ამ ადამიანებს ამ საფრთხეების. მადლობა. მოდით მოვისმინოთ კიდევ ერთი შეკითხვა, ამჯერად ქუთაისიდან დაგისვამენ თქვენ შეკითხვას კიდევ ერთ თემაზე, რომელიც თქვენს პროგრამას შეეხება. მოვისმინოთ. სადაზღვევო პოლისის მქონე პაციენტები ვერ სარგებლობენ სათანადო მკურნალობას, ვერ იტარებენ სათანადო მკურნალობას, ვერ სარგებლობენ მედიკამენტებით, არ ხორციელდება გეგმიური ოპერაციები და მაინტერესებს როგორ მოგვარდება ეს საკითხი და თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? ჯანდაცვის სტრატეგია როგორია? აი გიორგი, როცა თქვენ საუბრობთ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა უნდა ყოფილიყო თუ არა წარმოდგენილი პარლამენტში, რა შანსები გვაქვს ჩვენ დღეს ან რა შანსები გვექნება მომავალ არჩევნებში? მე უბრალოდ ჩვენს ტელემაყურებელს ყოველგვარი პათეტიკის გარეშე და ყოველგვარი სუბიექტივიზმის გარეშე მინდა ვკითხო, უნდა იყოს თუ არა საქართველოს პარლამენტში ისეთი დეპუტატი, როგორიც იყო მაგდა ანიკაშვილი. ისეთი აქტიური პოლიტიკოსი, რომელიც დღესაც არის. ის რომ მაგდა იქ არ არის, სწორედ ამის შედეგი არის ეს, რომ ამ თემებზე პარლამენტში ფაქტობრივად არავინ არ ლაპარაკობს. ამ თემებზე პრობლემების მიმტანი ადამიანები ვერავისთან ვეღარ მიდიან, იმიტომ რომ გავიდა ერთი წელი, პრობლემები ამ ხალხს რაც ჰქონდა სააკაშვილის დროს, იგივე აქვს. ჯანდაცვაში, დასაქმებაში იქნება ეს თუ ტარიფებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ ვისთან მივიდნენ აღარ იციან. რაც შეეხება დაზღვევას, ამ საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავთ იმისა, რომ მე შემიძლია გამოხატო საჯარო ჩემი პიროვნული სიმპათია მინისტრის მიმართ, ჯანდაცვის მინისტრის მიმართ, თლიანობაში საქართველოს მთავრობის პოლიტიკა არის აბსოლუტურად ირაციონალური, არ არის გათვლილი საქართველოს რეალურ შესაძლებლობებზე, აგებული არის პოპულიზმზე და ეს შედეგად იძლევა იმ რთულ სიტუაციას, რომელიც დღეს შეიქმნა როგორც თლიანობაში ჯანდაცვის სისტემაში, განსაკუთრებით ჰოსპიტალურ სექტორში. როდესაც სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა გაკოტრებულია, ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ზოგიერთ რეგიონში ჰოსპიტალების თანამშრომლებს, ექიმებს უკვე 2 თვე არ აუღიათ ხელფასები, ადამიანები ვერ იღებენ თავიანთ მომსახურებას და პრობლემები გროვდება. პაციენტი უკმაყოფილოა, ექიმი უკმაყოფილოა. ჩვენ შევთავაზეთ კონკრეტული წინადადებები და უთხარით, რომ სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს ეს ჰოსპიტალები, რომლებიც დღეს უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაში მყოფი კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელშია. ამით ჩვენ მოვაგვარებდით როგორც მიმდინარე პრობლემებს, ასევე შევქმნით ბაზას მუნიციპალური საავადმყოფოების შექმნისა საქართველოში. ეს ერთი და მეორე, საყოველთაო კარგად ჟღერს. და ჩვენ ვთქვით, რომ დღეს საქართველო არის იმ 33 მდიდარ სახელმწიფოს შორის, რომელსაც აქვს საყოველთაო დაზღვევა. მაგრამ ისეთი ღარიბი შემოსავლების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საყოველთაოს შემთხვევაში ცალ-ცალკე აღებული ყველა ადამიანი მაინც პრობლემების წინაშე რჩება. ამ ღარიბი შემოსავლების ფონზე თქვენ როგორ აპირებთ ამ წლების განმავლობაში განხორციელებას? ჯანდაცვის მომსახურებაზე უბრალო ადამიანებისა და ოჯახების ჯიბიდან გაღებული თანხების 60% მოდიოდა და მოდის მედიკამენტებზე. ეს პოლისები არ ითვალისწინებს წამლებით უზრუნველყოფას. ამ სადაზღვევო პოლისს აქვს უზარმაზარი ხარვეზები და ჩვენი შეთავაზება არის, რომ უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსებით და ჯანდაცვის სისტემის რესურსებით გაწუდება ეს რესურსები თქვენს პროგრამას. ზუსტად ყველაზე დაუცველი ადამიანები. ის ასაკობრივი თუ სოციალური ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად მოწყვლადი არის. შესაძლებელი იქნება ეს რეალურად ჩვენი ბიუჯეტიდან? ეს შესაძლებელი იქნება, თუ კი რაციონალურად გამოვიყენებთ თუნდაც იმ ბიუჯეტს, რომელიც აქვს დღეს ჯანდაცვას. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის ბიუჯეტი აუცილებლად უნდა გაიზარდოს მომავალშიც, მაგრამ ყველასთვის ცოტას გადანაწილებას ამიხსენეთ ერთი რაში ჭირდება ბენდუქიძეს, ივანიშვილს, უსუფაშვილს, ღარიბაშვილს, ბიზნესმენებს და ისეთ ადამიანებს, რომელთაც აქვთ საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ბიზნესიდან შემოსავალი, სახელმწიფოს ხარჯზე მაღალი ხელფასები, რაში ჭირდებათ ისეთივე დაზღვევა, როგორც აქვს ჩვენი მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს. შეზღუდული შესაძლებლობების პირებს და ასე შემდეგ. აი მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი მისული სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების პირების წარმომადგენლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროში. ურთულეს მდგომარეობაში არიან. 1 საათი ვარჯიში იმ ბავშვისთვის, რომელსაც აქვს ეს პრობლემები, 80 ლარი ჯდება.
80 ლარი. მაშინ როდესაც მათ საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული პენსიაც კი არა აქვთ. ასაკობრივ პენსიასთან გათანაბრებული მინიმუმიც კი არა აქვთ. და ეს ადამიანები დღეს შეჰყურებენ სახელმწიფოს, ყველაზე დაჩაგრულ მდგომარეობაში არიან. აქ არ არის საუბარი ფიზიკურ ადაპტაციაზე, სხვა რამაზე, გადარჩენაზე არის. ამ ადამიანების გადარჩენაზე არის ლაპარაკი. და რადგან ჩვენ საუბრობთ შეზღუდულ ფინანსურ რესურსებზე, სახელმწიფომ პატიოსნად უნდა უთხრას ხალხს. საქართველოს მთავრობამ, რომ ჩვენ გვაქვს ცოტა ფული და ეს ცოტა ფული პირველ რიგში უნდა დავახარჯოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება და მათ უნდა მივცეთ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. ბატონ გიორგი, მე თქვენი პროგრამა მაქვს ხელთ აქ მართლაც უამრავი თემა დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა რამდენიმე საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ აქ არის სოციალური უსაფრთხოება, ადგილობრივი თვითმმართველობა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ამაზეც ვისაუბრეთ ჩვენ უკვე უმცირესობათა უფლებები და ასე შემდეგ. მე შემიძლია გავაგრძელო ეს გრძელი სია. თქვენ როგორც პრეზიდენტს გეკნებათ ძალიან შეზღუდული უფლებები ახალი კონსტიტუციით თუ გახდით რა თქმა უნდა პრეზიდენტი. როგორ აპირებთ ამ ყველაფრის განხორციელებას? ხომ არ არის ეს უბრალოდ დაპირებები? საქართველოს პრეზიდენტი ეს იქნება უმაღლესი სახალხო ლეგიტიმაციით აღჭურვილი პირი. ანუ პოლიტიკოსი ხას უსმევ, რომელსაც ევალება და რომლის ფუნქციაც იქნება იყოს მთავარი მოკავშირე თავისი ხალხის, თავისი ამომრჩევლის. ამდენად საქართველოს პრეზიდენტს მონდომების შემთხვევაში თავისი ცხოვრების წესით, თავისი პირადი მაგალითით, თავისი აქტიურობით, საზოგადოებრივ სივრცეში საკითხების აქტუალიზაციის შეუძლია უზარმაზარი შედეგების მიღწევა. ჩვენ მაგალითისათვის ზუსტად გუშინ ქუთაისში პარლამენტში შევიტანეთ 40,000 საქართველოს მოქალაქის ხელმოწერა საარსებო მინიმუმის დაანგარიშების ახალი მეთოდოლოგიის თაობაზე კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. აი დღეს ჩვენ საუბრობთ ერთი წლის თავზე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან იმ საკითხებზე, რაზეც 6 წელი ვესაუბრებოდით საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს და ნაციონალურ მოძრაობას. 4 წელი ამ საკითხს ვაყენებდით საქართველოს პარლამენტში. როგორი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი? რატომ აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა? ბევრმა შეიძლება დღემდე ვერ გაიგო რა არის ეს საარსებო მინიმუმი. საარსებო მინიმუმი ეს არის სასიცოცხლო მინიმუმი. ეს არის ის ელემენტარული რამ, რაც ადამიანს ჭირდება ჰაერის და წყალის შემდეგ. ეს არის ფაქტობრივად სიცოცხლის უფლება. ჩვენ სიცოცხლის უფლების დაკანონებაზე ვსაუბრობ დღეს საქართველოში. და მე ძალიან მწყინს, სწორედ 1 ოქტომბერს დღევანდელ დღეს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელსაც ანალოგიურად ქრისტიან-დემოკრატებისა თავის საარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ უნდა მოხდეს გადაანგარიშება, რომ უნდა შემოვიდეს ახალი მეთოდოლოგია საარსებო მინიმუმის და საქართველოში, როგორც ასაკობრივი პენსია, ასევე მთელი სოციალური სისტემა უნდა იყოს მთლიანად მისადაგებული ამ საარსებო მინიმუმზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მასშტაბით 250 ლარზე ნაკლები არც ერთ შემთხვევაში არ გამოდის, არც ერთი კომპონენტით, რომ ეს ყველაფერი დაივიწყეს. და დღეს ჩვენ მოგვიწია მთელი საქართველოს შეწუხება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს თუ პარლამენტში ქართული ოცნების უმრავლესობისთვის შეგვეხსენებინა ის, რაც მათ თავად უწერიათ თავისავე პროგრამაში. დღეს 1000-ობით და 10,000-ობით ადამიანის გადარჩენაზე ვსაუბრობთ ჩვენ, მათი სიცოცხლის გადარჩენაზე. ამდენად მომავალ პრეზიდენტს პირველ რიგში ევალება სწორედ თავისი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული, ყველაზე მოწყვლადი, ყველაზე რთულ სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების, ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გამოსარჩლება, ეს უნდა იყოს მთავარი მოკავშირე უბრალო ხალხისა, რომელიც შეეცდება ქვეყანაში შეცვალოს მათი ცხოვრება რამენაერად უკეთესობისკენ. მე გადავალახავ თქვენს ოჯახთან გიორგი და თქვენი მეუღლე, თქვენი ორი შვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გიორგის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ეს არის ოჯახი. რამდენად სამაგალითო ოჯახის მეთაურია ის და რამდენად სამაგალითო პრეზიდენტი შეიძლება შესაბამისად გახდეს გიორგი თარგამაძე. რა გიორგი, მე მაინც ვიტყოდი, რომ მე ზოგადად გაორებული დამოკიდებულება მაქვს გიორგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როგორც მეუღლე და როგორც ოჯახის წევრი, ვეცი და ანუ არ მინდა რომ საერთოდ. იმიტომ რომ თავისი საქმიდან გამომდინარე გიორგის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი დადებითი თვისება არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. სადაც არ უნდა მუშაობდეს გიორგი, იყო რიგითი ჟურნალისტი, იყო თქვათ ტელევიზიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დეპუტატი თუ ასე შემდეგ. გიორგის ეს პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს ზედმეტად განვითარებული. და თქვენ ფიქრობთ რომ როგორც პრეზიდენტის არა,
პასუხისმგებლობა ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება მისთვის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება და ჩვენ მაინც როგორც ოჯახის წევრები ცოტა ეგოისტურად უდგებით ამ საკითხს და ვფიქრობთ რომ მისი ყურადღება ჩვენ მოგვაკლდება. და ეს იქნება თქვენი პასუხისმგებლობაც ამ შემთხვევაში თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ თქვენი პირველი მეტი. თუმცა მე არ მინდა ვილაპარაკო გიორგიზე როგორც პოლიტიკოსზე, იმიტომ რომ სუბიექტური ვიქნები აუცილებლად და აქედან გამომდინარე მე შემიძლია ვთქვათ რამდენიმე მისი ესეთი ადამიანური თვისებას გაუსვა ხაზი, იმიტომ რომ 16 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში შემიძლია თამამად ვთქვა რომ ბევრი წარმატებაც ყოფილა, ბევრი კრიზისიც და მას არასოდეს არ დაუკარგავს წონასწორობა. ეს არის მისი ერთ-ერთი ესეთი თვისება. მეცაც გეტყვით, ის არის გამოუსწორებელი ოპტიმისტი და სჯერავს, რომ მისი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე და შემიძლია თქვა კიდევ ის, რომ ოჯახში არის მოწესრიგებული, მაგრამ არა დიქტატორი და ძალიან უყვარს, რასაც მე უყურებ ყოველ შემთხვევაში, ძალიან უყვარს ახალგაზრდები და ყველანაირად უწყობს ხელს, რომ რაღაცა ასპარეზზე გავიდნენ. მოდით ნახოთ რა დანარჩენს ალბათ გოგონები იყავენ. რას ფიქრობენ გიორგი თარგამაძეზე მისი შვილები? თეკლა და მაკინე. გისმენთ? მე არ მინდა რომ გიორგი იყოს პრეზიდენტი. საერთოდ არასდროს არ ვარ პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ამდენი წელი პოლიტიკაშია და მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო ყოფი ყველა ბავშვი თუ მოზარდი არის ჩართული და ზედმეტად პოლიტიზირებული, მე არასდროს არ გამიხილავს პოლიტიკა და ვთვლი, რომ როგორ ვიზრდები, მერეც მეყოფა ეს ყველაფერი. და აქედან გამომდინარე, არ ვიცი გიორგი როგორი პრეზიდენტი იქნება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არის ძალიან კარგი მამა. მამა ჩემი პრეზიდენტი გახდეს, იმიტომ რომ ეხაც არ აქვს ბევრი დრო ჩვენთვის და მე საერთოდ აღარ ექნება ჩვენთვის დრო. გიორგი თქვენ ამომრჩეველზე მუშაობთ, მაგრამ წინ გაქვთ ბევრად უფრო რთული ამოცანა, მე ვფიქრობ სახლში 3 ქალი, რომელიც წინააღმდეგია თქვენი პრეზიდენტობის. სამიდან ერთი დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში ხმას მე მომცემს, თუმცა დაარჩენიურიც არჩევნებში მონაწილეობის უფლება რო გქონდეს. გიორგი ფაქტურად ორ ფრონტზე იბრძვის, წინასაარჩევნო კამპანია აქვს. ცალკე ოჯახში ჩასატარებელი და ცალკე საქართველოში. არა, გიორგი, ჩვენ მაქსიმალურად ყველა ოჯახის წევრები ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ და მხარში ამოვდგეთ ნამდვილად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გიორგი, თუ თქვენ ვერ გახდებით პრეზიდენტი, რას გააკეთებთ თქვენ მაშინ? შეიძლება თქვენ საერთოდ წახვიდეთ პოლიტიკიდან? მე ვიბრძვი პრეზიდენტობისთვის, მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის და არასოდეს ბრძოლის მოედანზე დასამარცხებლად არ შევდივარ. თავიდან ვეთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ახალგაზრდა სახელმწიფო. აი ამ ადამიანებთან ერთად, ჩვენს ტელემაყურებელთან ერთად, თქვენთან ერთად ვაშენებთ ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო ტრაგიკული შემთხვევები, როდესაც აი აგურ-აგურ პირიქით ვაცლით ხოლმე თუნდაც იმას, რაც უკვე ნაშენებია, მაგრამ ეს ჩვენი ასაშენები, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის აგურები. სწორედ ამიტომ მე იმდენად ღრმად მწამს, რომ ძალიან ძლიერი არის საძირკველი, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრივობას გააჩნია, რომ ამას აი ეს პატარ-პატარა ქარი თუ თუნდაც ქარიშხალი, რომელსაც ჩვენ უყურებთ ჩვენს თავს, ვერაფერს ვერ დააკლებს. და აი ამ მშენებლობაში მე როგორც რიგითი ჯარისკაციც მზად ვარ ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე და როგორც პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც აქვს ხედვა თავისი ქვეყნის მომავალზე. ქრისტიანული დემოკრატია ეს არის ჩემი საზრით ყველაზე მისაღები პოლიტიკური იდეოლოგია და სოციალური პოლიტიკური ცხოვრების წესი საქართველოში მცხოვრები ადამიანებისა, რომელიც ერთის მხრივ საკმაოდ ტრადიციულები ვარ და ამ ტრადიციებში კარგს გულისხმობ და არა ცუდს, რა თქმა უნდა, შემიძლია ჩამოვთვალო რა არის ეს, მაგრამ ამის დრო აქ არ არის, მაგრამ ამავე დროს ქართველი ერი ყოველთვის იყო პროგრესზე, განვითარებაზე, ცივილიზაციურობაზე ორიენტირებული ერი და ზოგადად ჩვენ არ გვეშინია გლობალიზაციის პირიქით. საქართველოს თავისი კულტურული იდენტობით ეს არის გლობალიზაციის სხვადასხვა კულტურების გადაკვეთის პროდუქტიც. აქედან გამომდინარე, იმდენად რამდენადაც მე ღრმად მწამს საქართველოს კულტურული პოტენციალი, ჩვენი ხალხის ეროვნული ენერგიის დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას აქვს უდიდესი მომავალი და მე მინდა რომ ამ მომავლის მშენებლობაში ჩემი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო. ანუ ჩვენ უახლოეს მომავალში არ ვიხილავთ გიორგი თარგამაძეს ისევ ჟურნალისტის როლში. გიორგი, თქვენ გაქვთ ბოლო 1 წუთი, მე აღარ შეგიშლით ხელს იმისათვის რომ ვასწავლედი ლამის 12 წლის განმავლობაში, ვარ მეცნიერებათა დოქტორი და დავიცავი ჩემი ხარისხი ზუსტად ამ სფეროში. მე ჩემს დარიგებებს თუ რჩევებს ქართულ ჟურნალისტებს არასოდეს მოვაკლებ, მაგრამ რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჟურნალისტებს წლების განმავლობაში მოუწევთ ჩემთან ურთიერთობა,
როგორც პრეზიდენტთან, როგორც პოლიტიკურ ლიდერთან და როგორც ქართულ პოლიტიკოსთან, რომლისთვისაც მათ შორის ჟურნალისტების საქმიანობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში. გიორგი, თქვენ გაქვთ ბოლო ერთი წუთი, რომ მიმართოთ თქვენს ამომრჩევლებს. მე მინდა უთხრა მადლობა ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან შეკრებილები. მოდით ამ ერთ წუთს მე არ გამოვიყენებ და დაუთმობ ჩემს რამდენიმე მეგობარს, რომლებიც დღეს აქ არიან დარბაზში. კი ბატონო, დრო უკვე გადის. უპირველეს ყოვლისა ალბათ მამანოდარს. გისმენთ. მიკროფონი. მოგესალმებით. მე მინდა ჩემო გიორგი გისურვო წარმატება, რადგან მე შენ გიცნობ და ხარ ზუსტად ის მესაჯი, რომელიც მიიყვანს ხომალდს იქ, სადაც უნდა ჩაეშვას ღუზა, სადაც ქართველიერი სწორ ჭეშმარიტ გეზს და მიმართულებას იმ გონების თვალით შეხედავს, რომელი გონების თვალითაც შენ ხედავ, რაც დაფუძნებულია ტრადიციაზე, უფლის სიყვარულზე, სამშობლოს სიყვარულზე, ოჯახის სიყვარულზე და გამარჯვებაზე. დიდი მადლობა, ჩვენი დრო ამოიწურა. გიორგი თარგამაძე, პრეზიდენტობის კანდიდატი, დიდი მადლობა. გიორგი, წარმატებას გისურვებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ კი რეკლამის შემდეგ დავბრუნებით კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად. პარლამენტში ის ქართული ოცნების სიით მოხვდა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში ის მართველი გუნდის კანდიდატის ერთ-ერთი კონკურენტია. ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმარს ხალხის პარტიის წევრი ჯუმბერ თავარდგილაძე წარადგენს. მოგესალმებით. მე ვესალმებით სრულად საქართველოს მოსახლეობას. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს მოსახლეობას წარუდგინო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც სრული უფლება აქვს იყოს არა მარტო კანდიდატი, მორალური უფლება აქვს იყოს არა მარტო კანდიდატი, არამედ სრულად საქართველოს პრეზიდენტი ბატონი კობა დავითაშვილი. კობა დავითაშვილი კანდიდატებს შორის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. ის ამავე დროს ერთადერთი კანდიდატია, რომელიც სამშობლოს უზრდის 5 ვაჟკაცს, რომელიც მიგვანიშნებს მისი ოჯახის სიძლიერეზე. როგორც პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი არაერთხელ ყოფილ არჩევანის წინაშე, მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა თავისი პირადი კეთილდღეობა, ამ პოლიტიკური კარიერა, ან კიდე ხალხის კეთილდღეობა. ის როგორც ყოველთვის არჩევანს ხალხის კეთილდღეობისათვის აკეთებდა. კობა დავითაშვილის იმ ვაწმზე დროის სიმცირის გამო ბევრს ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ სრულად საქართველოს მოსახლეობას მინდა შევახსენო ორი ძირითადი დამსახურება, ეს არის 2004 წელს მისი დიდი დამსახურების მეშვეობით საქართველოში ყველა პენსიონერმა მიიღო გაყინული პენსია. ასევე მინდა შევახსენო სრულად საქართველოს მოსახლეობას, რომ მისი დიდი ძალისხმევის მეშვეობით აჭარის რეგიონში წინა ხელისუფლებას გადაურჩა ყველა საგანმანათლებლო ცენტრები და ასევე მისი დამსახურება, რომ დღეს მაუწყებლობს აჭარის ტელევიზია. კობა დავითაშვილი პირველი დაუპირისპირდა სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმს, წინააღმდა მის უკანონო ქმედებას. კობა დავითაშვილი სააკაშვილის რეჟიმის ბრძოლის დროს ბრძოლის ველზე წინა ხაზზე იმყოფებოდა ყოველთვის, რომელიც ხშირად აესახებოდა მასზე ფიზიკური ანგარიშწორებით. 2004 წელს 31 აგვისტოს ხელისუფლება მას სპეციალიზმის მეშვეობით გაუსწორდა ქალაქ ბათუმში, მას შემდეგ მის ავტომობილს სამუხრუჭო მილი გადაუჭრეს, მას შემდეგ ხელისუფლებამ დაიქირავა კილერი მისი ლიკვიდაციის მიზნით და ბოლოს 7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ სასიკვდილო განწირული კობა დავითაშვილი უფლის წყალობით წრუს გადაურჩა სიცოცხლეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კობა დავითაშვილი ერთიანი ძალისხმევით კვლავ იბრძოდა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და მისმა ბრძოლამ მიგვიყვანა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც არჩევნებით დასრულდა ქართველი ხალხის გამარჯვებით. კობა დავითაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელიც პირადად პარტიულ ინტერესებზე მაღლა ყოველთვის აყენებს საქართველოს და ერის ინტერესებს. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ თავად აიღოს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც პასუხისმგებლობა ქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგომა, ქართველი
ერის, ქვეყნის და ხალხის დაცვა. მე პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ საქართველოს მოსახლეობას და აუდიტორიას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი კობა დავითაშვილი. კობა დავითაშვილი, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო კობა. ახლა მოგზავნით დაიკავეთ თქვენი საპრეზიდენტო ტრიბუნა. ბატონო კობა, გენეტიკურად რომ დომინანტი ხართ, აბას ვხედავთ, როდესაც თქვენი ოჯახის წევრებს ვუყურებთ. თქვენ კიდათ პოლიტიკაშიც დომინანტი იყოთ და გახდეთ საქართველოს პრეზიდენტი. თქვენ იყავით დომინანტ გუნდში და რამდენიმე თვის წინ, მაგრამ ეს გუნდი დატოვეთ. უმრავლესობა საპარლამენტო. თქვენ აკრიტიკებთ ახლანდელ ხელისუფლებას იმისათვის, რომ ის არასრულებს დაპირებებს, მაგრამ ამ დაპირებებს ფაქტობრივად თქვენ სიძლეოდით, ვინაიდან თქვენ ამ გუნდის თანამებრძოლი იყავით. არ იღებთ თქვენ პასუხისმგებლობას ამ შეუსრულებელ დაპირებებზე, როგორც თქვენ ამბობთ? მე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა მეკისრება და ეს პასუხისმგებლობა ყოველთვის მახსოვს. სხვათა შორის მახსოვს ჩემი ყველა დაპირება და ჩემი პროგრამა ყოველთვის შედგება იმ საკითხებისგან, რომელზეც ოდესმე მაინც მისაუბრია და ოდესმე მაინც დავპირები ვარ ხალხს. ესე რომ განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან და ნაციონალურ მოძრაობისგან, რომელიც ხვის შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობს, მე მახსოვს მათი დაპირება, რომელიც ჩემი დაპირებაც იყო ანაბრების დაბრუნების თაობაზე, პენსიებზე სტაჟის და დამსახურების მიხედვით, მცირე მეწარმეების 2 წლით გადასახადიდან განთავისუფლებაზე. ასევე ძალიან კარგად მახსოვს ქართული ოცნების დაპირებები. უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ მე არსად არ მივდივარ. მე ვრჩები ერთგული იმ პროგრამის და იმ დაპირების, რომლითაც ამირჩია ხალხმა და ბოლომდე ვიბრძვი იმისთვის, რომ მივაღწიო ამ დაპირებების შესრულებას. თუმცა ხომ არ იმარტივებთ ბატონო კობა ამ შემთხვევაში გზას, მე გულისხმობ ასე რიგრიგობით რომ დატოვოს ყველამ ვისაც რაღაც არ მოეწონება ქართულ ოცნებაში, ქართული ოცნება და თითქოს აირიდოს თავი იმ პროცესებისგან, რაც მოყვება ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მაშინ რა გამოვა? ვის დააკისრებს საბოლოოდ მოსახლეობა პასუხისმგებლობას? იცით რა, მე როდესაც ვტოვებ ხელისუფლებას და მივდივარ, მე უცხოეთში არ გავრბივარ და სახში არ ვიმალებ. მე ვრჩები ბრძოლის ველზე და ვაგრძელებ ბრძოლას და ვაღწევ სხვათა შორის. მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. გაყინული პენსიების თაობაზე გახსოვთ ნაციონალური მოძრაობა აწარმოებდა სასამართლო პროცესებს, რომელშიც მეც მონაწილეობდი. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი მათი პროგრამის. ჩვენ მოვიგეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში სასამართლო პროცესი. შემდეგ ვიშიმშილეთ იუსტიციის სამინისტროში თუ გახსოვთ. დიახ. და ამ შიმშილობით მივახციეთ, რომ აღსრულება მოხდა ამ გადაწყვეტილებების. ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი ნაციონალური მოძრაობის წარმატების. და ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდა ხელისუფლების სათავეში, თავის მიერ მოგებული სასამართლო პროცესები გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში. რითაც მოვიდა ხელისუფლებაში, იმის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა. თქვენი აზრით, ჩემი საქციელი როგორი უნდა ყოფილიყო? მათთან ერთად უნდა დავრჩენილიყავი და მე თქვა, რომ ეს სწორი საქციელია, თუ ხალხის გვერდით უნდა დამდგარიყავი და მათთან ბრძოლა გამეგრძელებინა, როგორც შევარდნაძის რეჟიმს ვებრძოდი. მე გავაგრძელე ხალხის გვერდით დგომა და მივახციე, რომ ის პენსიები, რომლის გაცემა არც სააკაშვილს არ უნდოდა, ისევე როგორც მანამდე წინა ხელისუფლებას, მიიღო ხალხმა. ყველა ოჯახში გაყინული პენსია შევიდა იმის შედეგად, რომ მე სკამზე არ გავცვალე ხალხის ინტერესები, არ წავედი არც მინისტრად, არც რაიმე თანამდებობაზე. თუმცა თქვენ გქონდათ სურვილი მინისტრობის. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. თვითმიზანი ოპოზიციაში ყოფნის არ არსებობს. და ძალიან რთულია, ბევრს გონია, რომ ეს პასუხისმგებლობის თავიდანაც მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ქვეყნის წინაშე. და ყოველთვის ვგრძნობდი ამ პასუხისმგებლობას. უბრალოდ, ვინც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, მაჩვენოს ერთი მაგალითი ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის. არავის არ უგია პასუხი არაფერზე ამ ქვეყანაში. და აქედან გამომდინარე ხელისუფლებიდან წასვლა პასუხისმგებლობიდან თავის არიდება კი არ არის. დინების აღმაც სურვა ყოველთვის ძნელია. დინებას მკვდარი თევზები მიყვებიან ხოლმე. ამიტომ პრემიერ-მინისტრი თქვენს ქმედებებს და თქვენს გადაწყვეტილებებს თქვენ გახსოვთ პირიქით აფასებს. ის ამბობს, რომ რთულია ხელისუფლებაში ყოფნა და თქვენ გირჩევნიათ ოპოზიციის კუთხით საუბარი, ვინაიდან ამ შემთხვევაში თქვენ გიწევთ უბრალოდ კრიტიკა და არა რეალურად საქმის კეთება. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მოიბოდიშა და გარდა ამისა ჰქონდა კონკრეტული შეთავაზება და დღესაც მზად ვარ ამ პასუხისმგებლობაზე. დაადოს ნებისმიერ სამინისტროს ხელი და მზად ვარ ჩავიბარო და შევადაროთ ნახევარ წელიწადში, ერთ წელიწადში სხვისი ნამოქმედარი ჩემ ნამოქმედარს. მე არ მეშინია პასუხისმგებლობის. მე მზად ვარ ბოლომდე მივყვე იმ პროგრამის შესრულებას. მე არ მავიწყდება ჩემი დანაპირები და მე ვიცი რა გავაკეთო იქ. უბრალოდ მე არ შემიძლია
თვალი დავხუჭო, როდესაც ხდება ხალხის მოტყუება, როდესაც ხდება საკუთარი დაპირების დავიწყება და როდესაც ხალხს ეუბნებიან, რომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ხალხი გაგებით არ უნდა მოეკიდოს ტყუილს. მე მართალი გითხრათ, ძალიან ვღელავ ამ სტუდიაში და ძალიან მაღელვებს ამ არჩევნების ბედი. იმიტომ კი არა, რომ თვითმიზნად მაქვს ქცეული პრეზიდენტობა, არა. მთელი ცხოვრება ვცხოვრობდი ისე, როგორც მშობლები მასწავლიდნენ. აი სწორი საქციელი რაც არის, როდესაც არის არჩევანი და ყველა ადამიანს აქვს ეს მორალური არჩევანი, უდგება, არის საკვანძო მომენტები ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც უნდა აირჩიო ან თანამდებობა, ან სიმართლე, როდესაც უნდა აირჩიო ან სიმართლე, ან სიცოცხლე და ყოველთვის ვცდილობდი სწორი არჩევანი გამეკეთებით. დღეს უყურებ და მეშინია, იმდენი ტყუილია ამ პოლიტიკაში, ჩემი სიმართლე არ დაიკარგეს. ამიტომ მე მინდა ვთხოვოთ ყველას და ყველა კანდიდატს ვთხოვ. პროგრამებზე საუბარი, მართალი გითხრათ, საზოგადოებისთვის შესაძლოა უკვე მოსაწყენიც გახდა, იმიტომ რომ ყველას პროგრამა უსმენ და შესანიშნავად გამოიყურება. ყველას უნდა ბედნიერი საქართველო, ყველას უნდა კეთილდღეობა, ხალხის კარგი ცხოვრება. თქვენ არ ესაუბრებით პროგრამაზე, როდესაც ხვდებით ამ. რა თქმა უნდა, ვისაუბრებ პროგრამაზე, უბრალოდ ჯერ ხომ იმაზე უნდა შევთანხმდეთ. ის ადამიანი იმის გამკეთებელი არის, რასაც ამბობს. სანდოა და ეს სანდოება განისაზღვრება არა ლამაზად წარმოთქმული ფრაზით, არა დადგმული სპექტაკლით სტუდიაში, არამედ განისაზღვრება რა გაუკეთებია კონკრეტულად. აი, როდესაც იყო მომენტი, როდესაც ის აკეთებდა არჩევანს, სინდისის ხმას გაყოლოდა თუ ჯიბის ხმას, ან სკამის ხმას, საით გადადგა ნაბიჯი. და ყველა კანდიდატის ცხოვრებაში ყოფილა ესეთი მომენტები. მე მინდა თქვენ გთხოვოთ, იმიტომ რომ სხვა ვინ უნდა გააკეთოს ეს თუ არა ჟურნალისტო. ჩვენგან უხერხულია, ჩვენ ოპონენტები ვართ ერთმანეთის და არა ვართ ობიექტურები. თქვენ ხომ უნდა შეაფასოთ. ხომ არ შეიძლება ყველამ თანაბრად ისაუბროს იმაზე და თქვას, რომ მე გავაკეთებ ისეთ რამეს, რის საწინააღმდეგოსაც აკეთებდა მთელი ცხოვრება. ბატონო კობა, რატომ დაგიჯერებთ თქვენ ამ მომრჩეველი, რომ თქვენ შეძლებთ იმის გაკეთებას, რაზეც საუბრობთ? ხომ შეიძლება ამ მომრჩეველი უბრალოდ აღარ გენდოთ თქვენ, რომ თუ თქვენ პრეზიდენტად აგირჩევთ, შეიძლება თქვენ რაღაც არ მოგეწონოთ და დატოვოთ ეს თანამდებობაც მაგალითად. იცით რა, გაკეთებული საქმეებით. მე თანამდებობას და ხელისუფლებას ვტოვებ მაშინ, როდესაც ხელისუფლება შორდება ხალხს. პრეზიდენტი არავისთან ინაწილებს ხელისუფლებას, ის არის პოსტი, რომელიც კონსტიტუციით ემსახურება ხალხს. მე სხვათა შორის არ მინდა რომ ხალხმა თავის ახალ ბატონად ამირჩიოს. ჩვენი სერიოზული პრობლემა ამ ქვეყანაში ის არის, ჩვენ ვირჩევთ ხელმწიფეს, იმპერატორს, ბატონს, მეფეს. თუმცა ამ შემთხვევაში ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი ვეღარც იქნება ბატონი. საუბედუროდ კონსტიტუციის მიხედვით არ ხდებოდა არჩევნები და პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ პრეზიდენტზე ვსაუბროთ, პრემიერ-მინისტრზე თუ პარლამენტის თავმჯდომარეზე. მე საზოგადოების ცნობიერებაზე ვსაუბრობ. საზოგადოება ირჩევს ერთ ადამიანს, მიყვება ბოლომდე, სანამ არ გადაბრუნდება ურემი და მერე იწყება ახალი ადამიანის ძებნა, რომ ახლა იმას ავყიდოთ მთელი ტვირთი. მე მინდა საზოგადოებას უთხრა, მე რომ ამირჩიონ პრეზიდენტად, მე მარტო ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ხალხის ერთმანეთთან გვერდზე დგომა თუ არ იქნა, სოლიდარობა თუ არ იქნა საზოგადოებაში, თუ ადამიანებმა არ ისწავლეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა ერთად, მარტო პრეზიდენტი ვერაფერს ვერ გააკეთებს. მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის თავარი შესაძლებლობა ამ შემთხვევაში არის საზოგადოების მაკოორდინირებლის როლი. მე აქტიურად გამოვიყენებ რეფერენდუმს, რომელიც არც ერთი პრეზიდენტის მიერ არ გამოიყენებოდა, იმის გამო, რომ ყველა პრეზიდენტს ყავდა პრაქტიკულად საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. მე მიმაჩნია, რომ ძალიან ხშირად ხდება, როდესაც პარლამენტი ივიწყებს ვის მიერ არის არჩეული და ღებულობს გადაწყვეტილებებს ხალხის საწინააღმდეგოდ და არა ხალხის ნების გათვალისწინებით. დემოკრატია სხვათა შორის ნიშნავს ხალხის მმართველობას. და ძალიან ხშირად ჩვენს პოლიტიკოსებს ეს ავიწყდებათ. მე მინდა ხალხის მმართველობა. ბატონო კობა, თქვენ არ მოგიწევთ როგორც პრეზიდენტს ურთიერთობა მხოლოდ ხალხთან, არამედ პირველ რიგში მთავრობასთან, რომელიც არის დაკომპლექტებული იმ ადამიანებით, რომელთა გუნდიც თქვენ დატოვეთ ცოტა ხნის წინ. თქვენ ამბობთ თქვენს პროგრამაში, რომ პრეზიდენტის მთავარი როლი უნდა იყოს არბიტრის როლი სხვადასხვა მხარეებს შორის. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაიჯერებს ამას ამომრჩეველი, რომ თქვენ შეძლებთ არბიტრის როლის შესრულებას, როდესაც თქვენ უთანხმოება მოგდით სისტემატურად თქვენივე გუნდის წევრებთან. იცით რა? როგორ შეძლებთ თქვენ სხვადასხვა გუნდების როგორ უნდა შერიგებას იყოს მოსამართლე თქვენი აზრით? მოსამართლე უნდა იყოს მიკერძოებული საკუთარი გუნდის მიმართ? თუ მისი გუნდის წევრი რომ აშავებს,
ისევე უნდა ეპყრობოდეს როგორც ნებისმიერ სხვას. როგორია არბიტრის როლი? არბიტრის როლი ის არის, რომ თუ ჩემი პარტიის წევრი, რახან ჩემი პარტიის წევრია და ჩემი თანამებრძოლია, რამეს დააშავებს, მას ხელი დავაფარო, ეს იქნება სწორი? თუ ის გუნდი, რომლის წევრიც მე ვარ, ღალატობს საკუთარ დაპირებას და ხალხის გვერდზე დგება. სამართლიანობა და დამოუკიდებლობა და არბიტრობა რას მოითხოვს? გავჩუმდე? ამ შემთხვევაში თქვენ ამბობთ, რომ ეს არის პლუსი თქვენ შემთხვევაში, რომ არ მიემხრობთ არც ერთ გუნდს. მე უბრალოდ იცით რა შეა საქმე. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ქართულ ოცნებაში და საპარლამენტო უმრავლესობაში. მე მათ პატივს ვცემ. ბევრი მათგანი იგივე კოაბიტაციაზე, იმ კურსზე, რომელიც სტარდება, შესაძლოა დაახლოებით ისევე ფიქრობდეს, როგორც მე. უბრალოდ ეს ადამიანები ძალიან დიდ პატივს ვცემენ ბიძინა ივანიშვილს როგორც პიროვნებას და ამბობენ, რომ აი ჩვენ ბატონ ბიძინას წინააღმდეგ ვერ წავალთ. ბიძინა ივანიშვილი არის თქვენი აზრით ბატონი, იმ გაგებით, როგორი გაგებითაც ჩვენ ცოტა ხნის წინ საუბრობდით. ის უცნაური ბატონია, მას არ სურს ეს ბატონობა. სხვათა შორის მან განაცხადა, რომ ის მიდის პოლიტიკიდან და მე ვიყავი პრაქტიკულად ერთადერთი, რომელიც ამას მივესალმე. და კვლავ შემიძლია მივესალმო, იმიტომ რომ ბატონ მას არ სურს ავტორიტარული ლიდერობა. არ არის ეს მისი ამოცანა. მას სურს დემოკრატია და სწორად იქცევა. პირველი პრეცედენტია ხელისუფლების ისტორიაში, კაცი მოდის, სრული ძალაუფლებით არის აღჭურვილი და მიდის თვითონ. ეს დასაფასებელია და მადლობა აქვს თქვენ. მთელი ქვეყანა ოპოზიციის ჩათვლით, ნაციონალური მოძრაობის ჩათვლით საყვედურებს ეუბნება ბიძინა ივანიშვილს ამის გამო, რომ სწორნაბიჯს დგავს. რატომ იცით? იმიტომ რომ საზოგადოების განწყობაა ესეთი. ავტორიტარული ლიდერს ერის ყველა. ყველას უნდა კაცი, რომელიც არ ჩენს. ბიძინა ივანიშვილთან ბევრის იმედები იყო დაკავშირებული, არ ჩენდა. და ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არ ყოფილა, რომ ერჩინა ქვეყანა. ერთი კაცი ვერ არჩენს ქვეყანას. მან გააკეთა უმნიშვნელოვანესი საქმე, ჩამოაშორა ავტორიტარული რეჟიმი ძალაუფლებას და შემდეგ არ მოინდომა საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის შექმნა. მადლობა მას ამისთვის. ბატონი ბიძინა თulis რომ საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად გახდება გიორგი მარგველაშვილი. როდესაც გიორგი მარგველაშვილი მან დაასახელა კანდიდატად, თქვენ ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი იყავით. მაშინ თქვენ უჭერდით მარგველაშვილის კანდიდატურად მხარს. არ დამიჯერია არც უმრავლესობის თომაზე, თუმცა ჩემთვის არც არავის უკითხავს, იმიტომ რომ ეს კოალიციის საბჭომ გადაწყვიტა. რატომ? რომელსაც მე არ ვესწრებოდი, რატომ? პოზიციათა უთანხმოების გამო ერთ-ერთ მთავარ საკითხზე, რომელიც გახდა ჩემი წამოსვლის მიზეზი. რამდენიმე შემთხვევაში იყო, როდესაც ბიზნესის ინტერესი დაუპირისპირდა ხალხის ინტერესს. ეს იყო შრომის კოდექსზე, ეს იყო აზარტული თამაშების აკრძალვის დროს, ეს იყო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიებისთვის კონტრაქტის გაგრძელების შემთხვევაში, ეს იყო იპოთეკარების კანონთან დაკავშირებით და ყოველთვის მთავრობამ დაიკავა ბიზნესის მხარე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. მე ამას არ დავეთანხმე და ღიად განვაცხადე ამის თაობაზე და მარგველაშვილი იყო სწორედ ოპონენტი ჩემი, თუ გახსოვთ, შრომის კოდექსთან დაკავშირებით, როდესაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი, თვითონ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი გააკრიტიკა ბატონმა მარგველაშვილმა და თქვა, რომ ეს ძალიან გადახრილია მუშაკებისკენ, რომ საჭიროა ბიზნესის ინტერესების დაცვა და ირონიულად ეს კოდექსი როზა ლუქსემბურგის ოცნებას შეადარა. ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო, იმიტომ რომ ჩვენ დავპირდით ხალხს, რომ შევცვლიდით შრომის კოდექსს და გვექნებოდა შრომის კოდექსში ჩანაწერი, რომელიც შეუძლებელს გახდიდა მუშაკის განთავისუფლებას ადმინისტრაციის მიერ დაუსაბუთებლად, თვითნებურად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. რეალურად დღეს ჩვენ გვაქვს შრომის კოდექსი, რომელშიც კი ჩამოთვლილია სხვადასხვა საფუძვლები განთავისუფლების და ბოლოში წერია ასეთი ფრაზა და სხვა ობიექტური გარემოებები, რომელიც ამართლებს განთავისუფლებას. ანუ თქვენს დირექტორს თუ არ მოეწონეთ თქვენ და ვერ მოგიძებნათ კონკრეტული საბაბი განთავისუფლებისა, სხვა ობიექტური გარემოების საფუძველზე შეიძლება აღმოჩნდეთ სამსახურს მიღმა. რაც არასწორია. მე არა ვარ წინააღმდეგი, რომ დამსაქმებელმა გაანთავისუფლოს მუშაკი, თუ ის არ ღვევს შრომის დისციპლინას, თუ ის არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, თუ ის არაკვალიფიციურია, თუ ის აგვიანებს სამსახურში. გასაგებია, მაგრამ არ მინდა და უშვებ, ეს დაუშვებელია. და სწორედ ეს უფლება დაუკანონო ბატონო მარგველაშვილმა ბიზნეს იმის საპირისპიროდ, რასაც დავპირდით ჩვენ ხალხს. მარგველაშვილს განიხილავთ თქვენს მთავარ კონკურენტად ამ არჩევნებზე? მარგველაშვილი არ არის კონკურენტი ამ შემთხვევაში. მარგველაშვილის ადგილას შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი სხვა.
უბრალოდ ბატონო ბიძინა ივანიშვილმა თავისი არჩევანი შეაჩერა მარგველაშვილს. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. უფასებ იმ ღვაწს, რაც მან გააკეთა, უფასებ იმ ნაბიჯს, რომ თავისინებით ამბობს ხელისუფლებაზე უარს, მაგრამ საქართველოს ჭირდება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი. და არა ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩეული პრეზიდენტი. რამდენად აგირჩევთ თქვენ ხალხი? მოდით კიდევ ერთხელ ვნახოთ ის გრაფიკა, NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენ გიორგი თარგამაძესთან ერთადაც ვნახეთ. ამ ჩამონათვალში თქვენ ბოლო ადგილზე ხართ. 1% გაძლევთ თქვენ ხმას NDI-ის მიერ გამოკითხულთა შორის, ვხედავთ რომ მარგველაშვილი პირველ ადგილზეა. ბაქრაძეს და ბურჯანაძეს თუ აღიქვამთ მაგალითად ძლიერ კონკურენტებად. ნუ დავიწყოთ NDI-ის კვლევით. 2000 კი ბატონო, რამდენად ენდობით საერთოდ NDI-ის კვლევის. მე მაგალითს მოვიყვან და თქვენ გადაწყვიტეთ და საზოგადოება. 2010 წელს ამ ქვეყანაში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. მაშინ მე კენს ვიყრიდი ასეთი საარჩევნო ბლოკით, ხალხის პარტია იყო საარჩევნო ბლოკის ეროვნული საბჭოს შემადგენელი სუბიექტი. NDI-მ ჩაატარა კვლევა და ეს 1% დაგვიწერა. რამდენი ავიღეთ არჩევნებში გახსოვთ? 7. თუმცა აქ იყო სტომილება რამდენიმე პროცენტი მაგრამ დიდი ბოდიში. სტომილებას მე კარგად ვიცნობ. სტომილება პატიოსან გამოკითხვაში არის 3% მაქსიმუმ. დიახ, 2-3. და როდესაც 1%-ს 7 მაგით სტომილება პატიოსან გამოკითხვაში არ ხდება. NDI-ის ეგრეთ წოდებული გამოკითხვა არ არის. ეს არის პროპაგანდის საშუალება. მე გაგიმეორებ შეკითხვას, ბატონო კობა, შეიძლება იყოს 50%-იანი სტომილება შეიძლება იყოს. ყველაზე დიდი გამოკითხვა ჩატარდება 27 ოქტომბერს. თქვენ რომლის შედეგებსაც ვენდობ? თქვენ თვლით რომ თქვენ გაქვთ შანსი გახდეთ პრეზიდენტი, თქვენ არ იბრძვით სხვა ადგილებისთვის. იმიტომ რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ აიღონ თუნდაც მეორე ადგილი იმისათვის, რომ დაფიქსირდეს, რომ ისინი არიან ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში. ჩემთვის 27 ოქტომბერი არის ჩემი განვლილი ცხოვრების შეფასება. მე საზოგადოებას ვცხოვ ჩემი განვლილი ცხოვრების შეფასებას და ყველა კანდიდატის განვლილი ცხოვრების შეფასებას. აი ბატონი მარგველაშვილი აფხაზეთში ომი რო იყო, ის ბიოგრაფიაში წერია. ჯერ დისერტაციაზე მუშაობდა და კარგად რო ემუშავა, მერე წავიდა პრაღაში. მე არაფერი საწინააღმდეგო მის მიმართ არ მაქვს. მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში რატომღაც ითვლება რომ ქვეყანაში რო ომია და ადამიანი არის შრომისუნარიანი, ჯანმრთელი, ქმედუნარიანი, ის ამ ომში უნდა მონაწილეობდეს. ზოგიერთ ქვეყანაში სტუდენტები სწავლას წყვეტენ ხოლმე, მაგალითად ისრაელში. და ბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში, რომ მის ქვეყნის ომში მიიღონ მონაწილეობა. ბატონი სააკაშვილი ამერიკაში წავიდა ამ დროს სასწავლებლად. ბატონი მარგველაშვილი პრაღაში. მე აქ დავრჩი და ვიბრძოდი. მე მაინტერესებს და შეკითხვა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ. რომელი საქციელი იყო სწორი? იცით რა, ჩვენ როდესაც არჩევანს ვაკეთებთ, ჩვენი ბავშვები გვიყურებენ. ჩვენი შვილები გვიყურებენ და სწავლობენ არა სიტყვებიდან, არამედ საქმიდან და საქციელიდან. ვისაც ხვდით ჩვენ წარმატებულს და არჩევნები წარმატების ერთ-ერთი გზაა, ხო? ვისაც გამოვაცხადებთ ჩვენ წარმატებულად, იმას მიბაძავენ. და თუ ადამიანი მოიქცა სწორად და მეორე ადამიანი არც თუ ისე სწორად მოიქცა და ჩვენ არჩევანს ვაკეთებ არასწორი საქციელის მიმართ. თქვენის აზრით ჩვენი ქვეყნისთვის ეს კარგია თუ ცუდი? მეორე მაგალითი შემიძლია. ბატონო კობა, მე მინდა გითხოთ, თუ თქვენ თვლით რომ თქვენ გაქვთ პოტენცია რომ ასე დამოუკიდებლად დააჩვენოთ ხალხი და მათ მოგცემთ თქვენ ხმა. თუ რაც რჩება, თუ რამ ფუნქცია რჩება პრეზიდენტს. დიახ. ბევრი ეკვეცება. ეს არის მთავარსარდლის ფუნქცია. რა თქმა უნდა, მე ისი კითხვა შეიძლება მთავარსარდალი ომში ნამყოფი არ იყოს. აი მე უბრალოდ ვკითხულობ. როცა ამ შეკითხვას სხვათაშორის მე ძალიან კარგად მესმის რომ შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და მე უსიამოვნო იყოს ამის მოსმენა. მაგრამ მე პირში სიმართლის თქმა ხალხისთვისაც მიყვარს. მე როდესაც კომისარიატში გამომიძახეს 93 წელს 300 კაცი იყო დაბარებული. ორნი გამოვცხადდით. და ერთი იყო მამით ობოლი და დედით ინვალიდი და კანონის თანახმად არ ეკუთვნოდა გაწევა. და მე თვითონ უთხარი კომისარს, რომ ამას არ ეკუთვნის კანონი. 300 კაციდან ერთი კაცი წავიდა ომში. ეს მარგველაშვილის პრობლემა კი არ არის. საზოგადოების პრობლემა. დაშფანდური იყო აქ და დუბაიში დადიოდა ხალხი და ლოტოებს თამაშობდა. როცა ქვეყანაში ომი იყო. ეს საზოგადოების პრობლემა. მე არც ვიცოდი
მე ეხლაც არ ვიცი, აი ეს რაც თქვი, მომგებიანია თუ არა, იმიტომ რომ ხალხს არ უყვარს. როცა შენ მას ეუბნები, რომ შენ არასწორად მოიქეცი. და ხალხი იქცეოდა არასწორად, არა მარტო მარგველაშვილი, და არა მარტო სხვა ვინმე. შეიძლება ამდენ კანდიდატში ერთი იყოს მარტო ომში ნამყოფი, როდესაც ქვეყანას უჭირდა. აი ამდენ კანდიდატში და რამდენად ამერიკაში შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს კაცი, რომელიც ამერიკას ომი ჰქონდა და არ მონაწილეობდა. თეორიულად შეუძლებელია. მაკეინი იყო კანდიდატი, იმიტომ რომ ვიეტნამის ომში მონაწილეობდა, იგივე ბუშს ჰქონდა სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა მიღებული. თუ ასაკის მიხედვით ადამიანს ეკუთვნოდა სამხედრო სამსახური იმ დროს, როდესაც ამერიკას ჰქონდა რომელიმე კონფლიქტი, სავალდებულოდ ითვლება, რომ ეს ადამიანი იყოს ომში ნამყოფი. ბატონო კობა, დავასრულებ მე იმ შეკითხვას, რომლის დასმასაც ვცდილობდი თქვენთვის. თუ თქვენ გჯერათ, რომ თქვენ გაქვთ პოტენცია, რომ ამომრჩეველი დაარწმუნოთ და მან თქვენ მხოლოდ დამოუკიდებლად კობა დავითაშვილს მოგცეთ ხმა, მაშინ რატომ იღებდით არჩევნებში სისტემატურად მონაწილეობას რომელიღაც გუნდთან ერთად, რომელსაც მალევე ტოვებდით? მოქალაქე და კავშირი, ნაციონალური მოძრაობა და ბოლოს ქართული ოცნება. იმიტომ რომ მე რატომ არ იღებდით მაშინ დამოუკიდებლად ვიყავი ოპოზიციის ერთიანობის მომხრე, არასდროს ჩემი ფიგურა წინ არ წამომიწევია. სხვათა შორის მე თამამად შემეძლო მიმეღო წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა 2008 წელს. მაშინ თუ გახსოვთ 7 ნოემბრის ამბების შემდეგ, როდესაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში ძლივს გადაურჩი სიკვდილს და თითქმის ყოველმა მეორე ოჯახმა პირადად განიცადა ეს ამბავი და მე ეს ვიცი უბრალოდ მომიყვნენ, ჩემი შანსები საკმაოდ სერიოზული იყო, მე რო კენჭი მეყარა. მაგრამ როდესაც დავჯექით ჩვენ იქ 12 პოლიტიკური ძალა, მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ ჩვენ ერთიანი კანდიდატი წარგვედგინა. იმიტომ რომ როდესაც ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვი, არ შეიძლება შენი პირადი ამბიციის წინ წამოწევა და თქმა იმისა, რომ ოღონდაც მე ვიყო, აი მე. ეხლა რატომ იღებთ დამოუკიდებლად მონაწილეობას? დამთავრდა ავტორიტარული რეჟიმი ამ ქვეყანაში. თქვენ ვერ ხედავთ აუცილებლობას ან შესაძლებლობას, რომ ოპოზიციის სხვადასხვა გუნდები გაერთიანებულიყვნენ და თქვენ მე ვერ ხედავ აუცილებლობას ოპოზიციის გაერთიანებისა იმ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც ისედაც მიდის. რის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ? მოვიდა კაცი, გაუწია კოორდინაცია ბრძოლას, ავტორიტარული რეჟიმი წავიდა, საქმე ბოლომდე არის მისაყვანი, კოაბიტაცია დასასრულებელი, დამნაშავე დასასჯელია, სამართლიანობა აღსადგენია. ეს ჩემი გასაკეთებელი საქმეა და ჩვენი ყველას გასაკეთებელი საქმეა. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არჩევნები იქნება სამაგალითო. ეს არჩევნები არ გაყალბდება და ეს არჩევნები იქნება ისეთი, როგორიც სანატრელი გქონდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ამას მივახციეთ. ბატონ კობა, ერთ-ერთი საქმე, რომელიც თქვენ ამბობთ, რომ აუცილებლად გასაკეთებელია და რასაც თქვენი აზრით არაკეთებს ამჟამინდელი ხელისუფლება, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. თუმცა მთავრობას აქვს ის არგუმენტი, რომ სამართლიანობის აღდგენა ასე უცებ არ ხდება, ამას ძალიან რთული პროცედურები სჭირდება და დრო ჯერ საკმარისი ამისათვის არ გასულა. თქვენთვის არ არის ეს დამაჯერებელი არგუმენტი? იცით რა, რა ნაბიჯები იდგმება? მაგას აქვს მნიშვნელობა. ვექტორი როგორია? მიდის სამართლიანობის აღდგენისკენ? მე რო ხედავდე გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიდის სამართლიანობის აღდგენისკენ. რომელი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო მაგალითად? სასამართლო რეფორმა, რომელიც არ გატარდა. ჩვენ ვიხილეთ სასამართლო რეფორმის უბადრუკი მცდელობა, რომელიც დამთავრდა კრახით. დამთავრდა კვლავ ნაციონალური მოძრაობის მიერ კონტროლირებადი სასამართლო ხელისუფლება. რა უნდა მომხდარიყო, რომ ეს არ განმეორებულიყო? მე მაქვს კონკრეტული გეგმა, მე არ მაქვს ზოგადი ფრაზა. 2005 წელს მიხეილ სააკაშვილმა განახორციელა სასამართლო რეფორმის ეგრეთ წოდებული მეორე ეტაპი და მის მიერვე სხვათა შორის 99 წელს დანიშნული მოსამართლეები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესო ნაკადი იყო. არა შევარდნაძის კორუმპირებულს რომ ეძახდა მოსამართლეები. მის მიერ დანიშნული მოსამართლეები, რომელთაც გამამართლებელი განაჩენიც მეტი ჰქონდათ, რომელთაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ. და თვითონ რომ მოვიდა ხელისუფლებაში და აღარ აწყობდა, ეს ხალხი ერთი ხელის მოსმით გაღარა სასამართლოდან ცნობილი მეთოდით, რომელიც ბევრ უწყებაში თუ ფირმაში გამოიყენება, რეორგანიზაცია. ანუ საოლქო სასამართლოს დაარქვეს სააპელაციო სასამართლო, რაიონული სასამართლო რაიონთა შორის სასამართლოდ გადაკეთდა, სინამდვილეში არსებითად არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ვინც მიუღებელი იყო, ყველა გაუშვეს ერთი ხელის მოსმით და დაინიშნენ ჩემიები და ასე შემდეგ. თქვენ გულისხმობთ, რომ უნდა დაბრუნდეს? მე გულისხმობ, რომ უნდა აღდგეს 2005 წლამდელი მდგომარეობა და ყველა მოსამართლე, რომელიც იქნა განთავისუფლებული, აღდგეს
იმ თანამდებობაზე, იმ სტრუქტურებზე, რომლებიც იქნება აღდგენილი. მაგრამ ეს ხომ ნიშნავს, რომ მაშინ ქართულ ოცნებას უნდა გაეთავისუფლებინა ის მოსამართლეები, რომლებიც მას დახვდა სასამართლოში. არ იქნებოდა ეს მსგავსი საქციელი, როგორც მოხდა? სამართლიანობის აღდგენა არ არის მსგავსი საქციელი. ამაზე ვერავინ ვერაფერს ვერ იტყოდა ვერც ევროპაში, ვერც სახალხო პარტიაში, ვერც ევროსაბჭოში, ვერც ვენეციის კომისიაში, იმიტომ რომ თავისთავად სააკაშვილის ქმედება მასობრივი განთავისუფლება მოსამართლის ხო არ იყო სწორი. ამის გამოსწორება, ანუ იმ ხალხის აღდგენა, ვინც უკან უნდა გაუშვოს, ხო სწორია. ვინ იტყოდა ამის წინააღმდეგ რამეს? ხომ არის ეს გეგმა, რომელსაც წინააღმდეგობას ვერავინ ვერ გაუწევს. ეს გეგმა მე მთავრობას მოვახსენე შაჰარშან ამ დროს, ოქტომბერში. დღემდე ერთი ნაბიჯი არ გადადგუნა ამ მიმართულებით. და ჩვენ მივიღეთ სასამართლო რეფორმის მცდელობა, რომლის შედეგადაც გამოგვიცხადეს, რომ კუბლაშვილია დამოუკიდებლობის გარანტი, თავარი, ასე ვთქვათ, ნიშანწყალი თუ ნიშანსვეტი ჩვენი სასამართლო დამოუკიდებლობისა და თურმე ბაჩუ ახალაიას გამართლება იმ მოსამართლის მიერ, რომელიც კუბლაშვილის ძმაკაცმა მოსამართლემ, რომელიც რაიონიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს ამ საქმის გადასაწყვეტად. გამოიტანა გადაწყვეტილება, რაც არ მოხდა არასდროს, იმიტომ რომ მე იუსტიციის საბჭოს წევრი ვიყავი და ვიცი, რომ თბილისიდან უშვებენ რაიონებში მოსამართლეებს, იმიტომ რომ იქ ჭირს. იქ არ უნდა ხალხს მოსამართლედ მუშაობა რაიონში და ყველა თბილისისკენ მოიწევს. და რაიონიდან თბილისზე მომაგრება არ ხდება თუ არა სპეცდავალებით. სპეცდავალებით ჩამოყვანილი მოსამართლემ ბაჩუ ახალაია გაამართლა. და ქართული ოცნება აცხადებს, რომ ესო დასტურია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისო და ზეიმიო. ეს არის ირაკლემას პოზიცია. ეს არის თავის ჩარგვა და ვერ დანახვა იმისა, რომ სრული კრახით დასრულდა ცდელობა მართლმსაჯულების განხორციელების. ბატონო, საბათლიანობის აღდგენაზე როდესაც საუბრობთ, თქვენს პირად საქმესაც გულისხმობთ? უკანასკნელ რიგში. პირველ რიგში არა. ჯერ ჟვანიას კვლელობა უნდა იქნას გამოძიებული. მერე რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის. ჯერ ვინც დაიღუპა. 26 მაისს რო დაიღუპა ორი ადამიანი რო იპოვნეს ვითომ დარტყმისგან გარდაცვლილი. ჯერ იმ ადამიანების საქმე უნდა იქნას გამოძიებული. ცოცხლები მოვითმენთ. გარდაცვლილების საქმეები უნდა. ბატონო კობა, თქვენი ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა შეეხებოდა ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი ან ყოფილი წევრებისთვის დანიშნულ თანამდებობაზე დანიშნვის აკრძალვას. რატომ არ საუბრობთ მაგალითად მოქალაქეთა კავშირის ყოფილ წევრებზე? თუნდაც მაგალითად ლაშა ნაცვლიშვილზე, რომელიც როდესაც თქვენ ჯერ კიდევ მმართველ გუნდთან ერთად იყავით, რამდენიმე თვის წინ მაღალ თანამდებობას იკავებდა, მაგრამ თქვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა ლაშა ნაცვლიშვილზე მზედამთვალე ნამდვილად არ ამომდის. მაგრამ ჩემი პირადი დამოკიდებულებით არ ვადგენ კანონებს. თუ ვინმეს მიაჩნია თქვენ აკრიტიკებდით ხო, თუ ვინმეს მოქალაქეთა კავშირსაც. თუ ვინმეს მიაჩნია ტოტალიტარულ რეჟიმს მათ მოიხსენიებდით შევარდნაძის პერიოდს. ტოტალიტარულ რეჟიმს ბევრი აკლდა მოქალაქეთა კავშირს, უბრალოდ მე მახსოვს, რომ ყოველ დღე 4 ტოქ-შოუ გადიოდა, სადაც ოპოზიციას ჰქონდა საშუალება თავის სიტყვა ეთქვა. სიტყვის თავისუფლება იყო სახეზე. მე არ მახსოვს არც ერთი ტერაქტი, რომელიც განხორციელდა ჩემს მიმართ. აქედან გამომდინარე, მე ეს რეჟიმი არ მომწონდა, მაგრამ მე პირადად ვერ შევაფასებ და არ ვიქნები ობიექტური. თუ ვინმეს ეს მიაჩნია, შეუძლია ეს საკითხი დასვას. მე მაგალითად დემოკრატიული აღორძინების კავშირს უფრო მივიჩნევდი, თუმცა რეგიონული მასშტაბით მოქმედებდა ასეთი ტიპის პოლიტიკურ ძალად, მაგრამ ესეც ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. მე ვსაუბრობ სხვა რამეზე. როდესაც ბატონი მარგველაშვილი აცხადებს, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება. და ამ დროს ქართული ოცნება, კოალიცია პარლამენტში გამოდის იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს მართლაც დასრულებას ამ კოაბიტაციის, ეს არის ტყუილი. მე პოლიტიკაში არ მიყვარს ტყუილი. მე ვარ მომხრე იმისა, რომ ითქვას სიმართლე. მე მზად ვარ, გინდა დებატებში, თუ გნებავთ დაუსწრებელი დებატები მოვაწყოთ. აი მე უსვამ შეკითხვას ბატონ მარგველაშვილს. რას გულისხმობს ის კოაბიტაციის დასრულებაში? როდესაც შესანიშნავად იცის და მისი, ასე ვთქვათ, პარტიის ლიდერების განცხადებებია, რომ მათი ამოცანა არის გადარჩენა ნაციონალური მოძრაობის და პოლიტიკურ ძალად დამკვიდრება, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები პატრიოტები არიან, პროფესიონალები, რომლებიც ჭირდება ქვეყანას. ამის ფონზე მისი განცხადება ხო ელემენტარულად სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ მაინტერესებს, აი ჩატარდება კენჭისხრა ამ კანონზე პარლამენტში. მე მინდა ხალხმა იცოდეს სიმართლე. მე ვსვამ საკითხს, რომელიც ხალხისთვის არის საინტერესო. და ხალხის უდიდესი ნაწილი ამ კანონპროექტს უჭერს მხარს.
და შეგიძლიათ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატაროთ. თქო, ბატონ ნავაროს უნდა დაავალოთ, ხელი აქვს ცოტა გაფუჭებული და ცოტა რეალური გამომკითხველი ვნახოთ, ვინც 1 და 7% შორის სხვაობას არჩევს. ბატონ კობა, ჩვენ ამაზე გიორგი თარგამაძესთანაც ვისაუბრეთ, იგივე ფორმით დაგისვამთ თქვენს შეკითხვას. პრეზიდენტის ფუნქცია, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ახალი კონსტიტუციით იქნება საგარეო ურთიერთობებში აქტიური მონაწილეობა. თქვენ რომ ახლა იყოთ პრეზიდენტი და დიცში და დვანში ის პრობლემები იყოს, რომელიც არის რეალურად. რას გააკეთებდით როგორც პრეზიდენტი? როცა საქმე აქამდეა მიყვანილი, დიცში და დვანში ვერც ერთი პრეზიდენტი ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ეხლა აქ ემოციურ საუბარს აგურებზე და გამოცლაზე და იმაზე რომ საწყალი გლეხი როგორ შლიდა სახლს და დედა რაცოდუა და ეხლა ცრემლის განმოგდებას არ ვაპირებ. არ მიყვარს იაფასიანი პოპულიზმი. რეალობა არის ისეთი, რომ ჩვენ აქამდე მივედით ბევრი იმ ნაბიჯის გამო, რომელიც გადადგა სააკაშვილმა და რამდენიმე შეცდომის გამო, რომელიც დაუშვა ახალმა ხელისუფლებამ. მაგრამ, როდესაც ეს ფაქტი უკვე შედგა, აქ ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ჩვენ ხო ვიცით რომ ეს შეცდომა, როდესაც არჩევნების წინ ამბობთ, რომ თქვენ როგორც პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გააკეთებთ. დამორჩეველმა უნდა გადაწყვიტოს ამორჩეველმა უნდა გადაწყვიტოს ურჩევნია მწარე სიმართლის თქმელი თუ ურჩევნია ლამაზი ტყუილის თქმელი. კი ბატონო, მაშინ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ არ მივიყვანოთ აქამდე საქმე, ამაზე შემეძლია გესაუბროთ. ფაქტია რომ ისულია საქმე აქამდე. რა უნდა გააკეთოს? როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან? პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავირჩიოთ არც პროამერიკელი და არც პრორუსი პრეზიდენტი. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი ჩვენ და სამარცხვინოდ იყოფა არა მემარჯვენეებად და მემარცხენეებად, არამედ პროამერიკელებად, ანუ პროდასავლელებად და პრორუსებად. ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. სხვა ქვეყანაში პოლიტიკოსები თუ უცხო ქვეყანასთან რამე კავშირი აქვს, მალავენ. და მიდის საგამოძიებო ჟურნალისტიკა და გამოვლენა და თუ ამხელენ ისინი უარყოფენ. ჩვენთან სიამაყით აცხადებენ. ჩვენთან პოლიტიკოსი რო გახდეს სოლიდური კანდიდატი, მე ხო არა ვარ სოლიდური კანდიდატი. რატომ იცით? არც ერთ ესე იგი უცხოეთის რომელიმე დიდი ქვეყნის პრეზიდენტ ჩემზე მხარი არ მოუთათუნებია და არ დაუბარებია რომ ეს კაცი აერჩიეთ პრეზიდენტად. მე მინდა ვიკითხო. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვინ უნდა იყოს? რატომ უნდა წდებოდეს ან მოსკოვში, ან ვაშინგტონში, ან თუნდაც ბრიუსელში? პრო რა უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი? ქართველი უნდა იყოს. პრო ქართველი. როგორც თქვენ ამას ამბობთ. ქართველი უნდა იყოს. იცით რატომ? სხვათა შორის, მე კიდევ უფრო შეზღუდვის მომხრე ვარ პრეზიდენტის ფუნქციების და მე ვარ კლასიკული საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე. და აგიხსნით რატომ? ეს ჩემი კონცეფციიდან გამომდინარეობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. მე მიმაჩნია რომ პოლიტიკური სპექტრი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ გამოიკვეთოს სამი ძირითადი ცენტრი. ეს პროამერიკელები ყავს, ბლომად დამატება არ ჭირდებათ. პრორუსები ცოტა გაჭირებულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ისინიც არსებობენ. ვინ არიან პრორუსების წარმომადგენლები, თქვენ როგორ ფიქრობთ? ხალბატონ ნინო ბურჯანაძე. და პროამერიკელების წარმომადგენლები არიან ერთად მარგველაშვილი და ბაქრაძე. პატრონი ერთი ყავთ. ამიტომ ახერხებენ ერთად კოაბიტაციას. ამიტომ მთელი ლაპარაკი კოაბიტაციის დასრულებაზე 27 ოქტომბერზე არის ტყუილი. თქვენ პროგრამაში ახსენებთ ცენტრისტულ პოზიციას. რას გულისხმობთ ცენტრისტული პოზიცია? ამ შემთხვევაში მე არც ერთ მხარეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ. თუ იქნება კოორდინაცია პოლიტიკურ ძალებს შორის, ვიღაცის პროამერიკელობა და ვიღაცის პრორუსობა შეიძლება ქვეყანას გამოადგეს. უბრალოდ არ შეიძლება მთელი ძალაუფლების ჩაგდება ერთი მიმართულებისთვის. იმიტომ რომ დღეს მაგალითად პროამერიკელები გვეუბნებიან, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გავხდეთ ნატოს წევრები. და ეს გადაგვარჩენს. ნატოში არ შესვლა არის ქვეყნის დაღუპვა. პრორუსები გვეუბნებიან, ნატოში შესვლა ქვეყნის დაღუპვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეთ ნატოში. და როგორი პოზიცია ექნება ცენტრისტულ ნაწილს მაშინ ამ შემთხვევაში? ნატოს, თუნდაც ნატოსთან მიმართულებით კონკრეტული პროამერიკული პოლიტიკური ძალის ლიდერი ვაშინგტონში, პრორუსულის მოსკოვში და ჩამოიტანოს კონკრეტული შეთავაზება, რომელი დიდი სახელმწიფო თუ კოალიცია რას გვთავაზობს ჩვენს მთავარ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის მთავარი საკითხი არც სამუშაო ადგილებია, არც პენსიები, არც ანაბრები, არც სოციალური გაჭირვება. ეს არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება. და რო ჩამოიტანენ ამ საკითხს, დავეკითხოთ ხალხს და არბიტრის როლი უნდა კონდეს სწორედ ქართულ პარტიას.
იმ გაგებით მზადხარ ძალიან დიდი ფასი გადაიხადოთ. ევრაზიულ კავშირს განიხილავთ ალტერნატივად თუ რუსეთი მაგალითად შემოგთავაზებს ევრაზიულ კავშირს. მე დავასრულებ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ფასი და შემოთავაზება. ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პლებისციტის ან რეფერენდუმის მეშვეობით. მაგრამ გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ, საპარლამენტო რესპუბლიკა იმისთვის გვჭირდება, რომ ამ დიდ სახელმწიფოებს ორივეს სხვათა შორის ჩვევია პატარა სახელმწიფოების გადაგდება. და ეს არაერთხელ მომხდარა. ჩვენ გვახსოვს 1920 წლის ხელშეკრულება რუსეთთან, როდესაც მივიღეთ აღიარება ტერიტორიული მთლიანობის, ყველაფრის, გავიდა ინგლისის ჯარი, შემოვიდა რუსეთის ჯარი. ამიტომ თუ მოდის პრორუსული მთავრობა, ძლიერად უნდა იქონას წარმოდგენილი როგორც ოპოზიცია პროამერიკული ძალები პარლამენტში. და თუ რუსეთმა გატეხა სიტყვა და გადაუხვია იმ დაპირებას, რასაც ქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საპარლამენტო რესპუბლიკა იმიტომ უნდა არსებობდეს, რომ ერთ დღეში უნდა შეიცვალოს მთავრობა და ნაცვლად პრორუსული მთავრობისა უნდა მოვიდეს პროამერიკული. და პრორუსებმა უნდა უთხრან თავის პარტნიორს მოსკოვში, რომ იმის გამო მოხდა ეს ცვლილება, რომ თქვენ გატეხეთ სიტყვა. და მთავრობა იმდენჯერ უნდა შეიცვალოს და იმდენჯერ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არავინმეს რამდენჯერაც საჭირო იქნება. ეს საუბარი ბატონკობა მაინც საკმაოდ ზოგადი რჩება. მე ისე კიდევ კონკრეტულ შემთხვევაში თუ შემოგთავაზებთ რუსეთი ევრაზიულ კავშირს და ამის სანაცვლოდ მაგალითად ტერიტორიების დაბრუნებას თქვენ თანახმა იქნებით? მე ვიქნები თანახმა. ჩემთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატოს წევრობა. გარკვეულწილად არ თვლით, რომ ეს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე გარკვეულწილად უარის თქმა იქნება ტერიტორიების სანაცვლოდ? საქართველო დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა? თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მგონია, რომ არა. მე მგონია, რომ საქართველო სამწუხაროდ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ვერ ატარებს. ვიზია დამოუკიდებული საქართველო. ამერიკის შეერთებულ შტატებზე. დასავლეთზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ჩვენ იმდენად ჩამოვეკიდეთ ერთ მხარეს, რომ დამოუკიდებლობა დავკარგეთ, ისე რომ ვერ შევამჩნიეთ. ჩემი იდეალი არის დამოუკიდებელი საქართველო. ევრაზიული კავშირი არ არის ჩემი იდეალი. მე ვარჩევდი ერთიან, თლიან, ნეიტრალურ საქართველოს, ოღონდ იმ პირობით, ნეიტრალიტეტი ეს არ არის უბრალოდ ქვეყანამ გამოაცხადოს. თუ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდებოდნენ ამ ნეიტრალიტეტზე. როგორც ეს მოხდა ავსტრიაში, ამის წარმოდგენა რთულია, მე ვამბობ იდეალურ ვარიანტს. სანამ იდეალური ვარიანტი არ აგვაქვს და ამის ალბათობა ძალიან მცირეა, ჩვენ უნდა გავატაროთ ის პოლიტიკა, რასაც ატარებდნენ ჩვენი წინაპრები. დიდი იმპერიების დაპირისპირებისას უნდა ვნახოთ ჩვენი სარგებელი. ჩვენ უნდა ჩვენივე გეოპოლიტიკური ვითარებით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. დღეს საქართველოსი ვაჭრობს ყველა. გერმანია ვაჭრობს და ღებულობს იაფ გას, ვიცით ხო? კარგად ივაჭრეს გერმანელები. ფრანგებმა სამხედრო გემის კონტრაქტი მიიღეს, ამერიკელებმა ავღანეთზე გასასვლელი გზა. საქართველოსი ყველა ვაჭრობს, საქართველოს გარდა. და თქვენ შესთავაზეთ საქართველოს თვითონ საბოლოოდ თავის საქართველოს თვითონ გადაწყვიტოს თავის ბედი. რა ფასს ითხოვს რუსეთი ან ამერიკა ტერიტორიების დასაბრუნებლად. მადლობა. ბატონო ყობა, მე უნდა გადავიდე თქვენი ოჯახის წევრებთან. ერთი ოჯახის წევრი აშკარად ჩანს, რომ ზედმეტად პატარაა პოლიტიკისთვის. ამიტომ ნახევრად გამოგვეცალა ხელიდან, მაგრამ დანარჩენები ფხიზლად არიან. პირველ რიგში თქვენს მეუღლეს მიმართავ მე. როგორ ფიქრობთ, ქალბატონო ინგა, რამდენად მზად არის ყობა დავითაშვილი პრეზიდენტობისთვის და რამდენად მზად ხართ თქვენ პირველი ლედობისთვის, თუ შეიძლება პირველი ქალბატონობისთვის უფრო კარგად ჟღერს? დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ყობა მზად არის პრეზიდენტობისათვის, ის მთელი შეგნებით მზად არის ამისათვის. მისთვის პირველი, ყოველთვის უპირველესი იყო ქვეყნის ინტერესები. მე არ მახსოვს, რაც ერთად ჩვენ ვცხოვრობთ, რომ თავისი პირადი ან ოჯახის ინტერესები ოდესმე მაღლა წამოეწიოს და ამით საქვეყნო ან პარტიული ინტერესები დაეზარალებინოს. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ არ მეც ვღელავ ახლა ემოციური გამოსვლა ქონდა. მე ვფიქრობ, რომ მზად არის და მეც აღარაფერს აღარ დავამატებ. მეც მზადაა. ფილმსაც მოვიწვიეთ თვითონ რა სიტყვით მამაზე, როგორ წარმოგეგნიათ მამა, როგორც მომავალი პრეზიდენტი? ჩემი აზრით, კარგი საპრეზიდენტო კანდიდატია. ის ყოველთვის ხალხის გვერდში იდგა. ამის გამო ბევრი პრობლემაც ქონია, მაგრამ ხალხთან დგომა არც არ შეუძლია. ღირს თქვენ ამ.
ჩემი აზრით, მამა ჩემი ძალიან ღირსეული კანდიდატი არის პრეზიდენტობის, იმიტომ რომ თავის გზას არასოდეს არ გადაუხვევია თავისი გზისთვის და ყოველთვის ქონდა ერთი გარკვეული მიზანი, ერთი გეზი ქონდა აღებული და ყოველთვის თავის გზას მიყვებოდა. არასოდეს არ დაუყენებია თავისი ინტერესები საქართველოს და თავისი ხალხის ინტერესებზე მაღლა და მარტო ამიტომაც ღირს რომ ის გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. მადლობა. და უპირველეს ყოვლისა ის იქნება ალბათ საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელიც იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს რომ მხოლოდ საქართველოზე იფიქროს და არ იფიქროს იმაზე, თუ რა სიტყვიან დასავლელი პარტნიორები ან თუნდაც რუსეთი. ის იქნება პროქართველი და სულ არ მიაქცევს იმას ყურადღებას თუ რა სიტყვის სხვები. მთავარი იქნება რომ მამა გახდება პრეზიდენტი. შენ მასზე საუბრობ უკვე როგორც პრეზიდენტი. გითხარი რაღაც. ყობა დავითაშვილზე როგორც პრეზიდენტზე, მომავალ პრეზიდენტზე. ის სამართლიანი იქნება. დიდი მადლობა. ყობა დავითაშვილის ოჯახს და თქვენ გაქვთ ბატონო ყობა, 1 წუთი როგორც ყველა ჩვენს კანდიდატს იმისათვის რომ უკვე ჩემი შეკითხების გარეშე მიმართოთ თქვენს ამომრჩეველს. მე ვიცი რომ ძვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდია ბევრ თქვენგანში, ვინც ქართულ ოცნებას მიეცით ხმა, გულკატეხილობა, იმედგაცრუება და მე მესმის რომ ბევრი თქვენგანი ფიქრობს რომ არჩევნებში საერთოდ არ მევიდეს, ბევრგან მოვისმინე ეს. ერთი რამ მინდა გითხრათ და გთხოვოთ. თუ ამომრჩეველი არ მიდის არჩევნებში და ის ამომრჩეველი მთავრობას თხოვს რომ აი შემისრულე დაპირება თორემ არჩევნებში არ მივალ, მთავრობა გადაწყვეტილიც რომ მქონდეს, მაინც არ შეუსრულებს არაფერს, იმიტომ რომ ამომრჩეველი რომელიც უკმაყოფილოა და სახში რჩება, ვერანაირ პრობლემას ხელისუფლებას ვერ უქმნის და ვერანაირ გავლენას ხელისუფლების კურსის შეცვლაზე ვერ ახდენს. ამიტომ მინდა გთხოვოთ რომ ყველანი მიხვიდეთ არჩევნებზე და გააკეთოთ თქვენი არჩევანი. მე არ მოგიწოდეთ რომ მაინდა-მაინც მემოცეთ ხმა. განსაჯეთ საქმეებით, თუ ვინმეს გაუკეთებია უფრო მეტი, უფრო კარგად, უფრო ისეთი საქმე, რომელიც თქვენს მისაღებია, მას მიეცით ხმა. ოღონდ არ დარჩეთ სახში და ამით არ შეუწყოთ ხელი ამ ქვეყანაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას. ყობა დავითაშვილი, დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ, ბატონო ყობა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დარბას თქვენს მხარდამჭერებს, არჩევანი ამით დასრულებულია. ჩვენი მომდევნო კვირაში სტუმრად გვეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო გურჯანაძე. მადლობა ყველას. დიდი მადლობა.